ჰანს კასტორპმა თავის ლოჯიაში ერთი ყვავილის ჯიში დაადგინა. რაც ასტრონომიული ზაფხული დადგა და დღემკლება დაიწყო, ეს ყვავილი თითქმის ყველგან იყო მოდებული. წყალი კრეფია, ანუ აკვალეგია, ეს ბაიასებრთა ჯიშის მცენარე ბუჩქ-ბუჩქად იზრდებოდა. გრძელ ღეროზე ლურჯ, იისფერ ან მოყავისფრო მოწითალო ყვავილებს იკეთებდა და დიდროლი ფოთლები ჰქონდა. წყალი კრეფიას სადარ წააწყდებოდით, მაგრამ უფრო ხვავრილად მაინც იმ მიჩქმალულ კუთხეში ყვაოდა, სადაც მან დაახლოებით 1 წლის წინ პირველად იხილა ისინი. მთის ნაკადულის ჩუხჩუხი ტახსავსე მივარდნილ ხევში, ნაკადულზე გადებული ბოგირისა და ძელსკამის შორი ახლო, სადაც დასრულდა მაშინდელი ნაადრევი, თვითნებური და მარცხიანი გასეირნება და სადაც ამ ბოლო დროს ისევ დასეირნობდა ხოლმე. მაშინდელი ვიცულსწრაფობას თუ არ გამოიჩენდა, იქამდე არც ისე შორი მანძილი იყო. სოფლიდან ფერდობს ბობსლეის ტრასის ფინიშიდან ოდნავ ცერა დაუყვებოდით. და ეს თვალწარმტაცი ადგილი ტყეში გაჭრილ გზაზე შემოგხვდებოდათ. ბობსლეის ტრასა შაცალპიდან ეშვებოდა. გზა კი ტრასაზე გადადებულ ბოგირებს მიუყვებოდა. გზიდან თუ არ გადაუხვევდი და საოპერო არიებსაც თუ არ იმღერებდი, მაშინ არც სულის მოსათქმელი შესვენებები დაგჭირდებოდა და იმ ადგილსაც 20 წუთში მიაღწევდი. ევახიმი პაციენტის მოვალეობების, გასინჯვის, რენტგენის, სისხლის, ანალიზის, ნემსების, ანაწონის გამო სანატორიუმიდან თუ ვერ გამოდიოდა, მაშინ ჰანს კასტორპი კარგამინჩი თავისი საყვარელი კუთხისკენ ხან მეორე საუზმის შემდეგ მიემართებოდა, ხან პირველი საუზმის დამთავრებისთანავე. ზოგჯერ კი საიმისოდ ჩაისა და ვახშამს შორის დარჩენილ შუალედსაც იყენებდა. დაჯდებოდა იმ ძელსკამზე, სადაც ერთხელ ცხვირიდან სისხლი წასკდა. თავს გვერდზე გადაიგდებდა, ნაკადულის ჩუხჩუხს მიუგდებდა ყურს და ამ განმარტოებული პეიზაჟისა და მიწაზე კვლავ უხვადამოსული ლურჯი წყალი კრეფიას ცქერით კბებოდა. ვითომ მხოლოდ ამისთვის ამოდიოდა აქ? არა, განმარტოებაც უყვარდა, რათა მოგონებებში ჩაფლულიყო. ამდენი თვის შთაბეჭდილებები და თავგადასავალი გონებაში გადაეკექა და ყველაფერი გაეაზრებინა. შთაბეჭდილება და თავგადასავალი კი უხვად დაუგროვდა და არც ისე ადვილი დასალაგებელი გამოდგა. ისე იხლართებოდნენ და ირეოდნენ ერთმანეთში, რომ ხელშესახები ამბები ნაფიქრის, ნაოცნებარისა და წარმოდგენილისაგან ძნელად გამოირჩეოდა. თან ყველა ეს ამბავი იმდენად ავანტიურისტული იყო, რომ მათ გახსენებაზე აქ ზევით ამოსვლის დღიდან აფართქალებული გული ხან შეუჩერდებოდა, ხან კი უფრო ძალუმად აუძგერდებოდა ხოლმე. ან იქნების იმ გრძნობიარე გულის ასე ავანტიურისტულად შესაქმთობად ის ფიქრიც გმაროდა, რომ აქ, სადაც ოდესღაც მისუსტებულსა და მისავათებულს ცოცხლად გამოეცხადა მშიბისლავ ჰიპე, წყალი კრეფია ისევ კი არ ყვაოდა, არამედ ხელახლა აყვავებულიყო და მაშინდელი 3 კვირა, საცა წელიწადად დამრგვალდებოდა. სხვათა შორის, მთის ნაკადულის პირას მას შემდეგ ცხვირიდან სისხლი აღარ წასკდომია. ამ სადგივარმა გაუარა. აკლიმატიზაცია იოახიმა ჩამოსვლისთანავე ძნელად დაუსახა და ძნელი გამოდგა კიდეც. მაგრამ მას შემდეგ საქმე წინ წავიდა. 11 თვის შემდეგ აკლიმატიზაცია დასრულებულად შეგვეძლო ჩაგვეთვალა და ამ მხრივ წინსვლა ნაკლებად იყო მოსალოდნელი. კუჭის ქიმიზმი მოუწესრიგდა და შეეგუა ქავრობას. მარია მანჩინის კვლავ დაუბრუნდა უწინდელი გემო. მისი გამომშრალი ლორწოვანი გარსის ნერვები კარგა ხანია ძველებურად შეიგრძნობდნენ ამ ძვირფასი ნაწარმის ზურნელს და იგიც. მარაგი გამოელეოდა თუ არა,
უწინდებურად ბრემენიდან ლამის სასოებით იწერდა ხოლმე სიგარებს, თუმცა ინტერნაციონალური კურორტის ვიტრინებში ფრიად მიმზიდველი საქონელი იყო გამოფენილი. იქნებ მარია რაღაც კავშირის როლს ასრულებდა განდგომილსა და ბარს, ანუ მისძველ სამშობლოს შორის? განა ბართან ურთიერთობას. იგი უფრო კარგად არ უნარჩუნებდა და არ ელოლიავებოდა, ვიდრე ის ღია ბარათები ან სკასტორპი ხანგამოშვებით ბიძებს რომ უგზავნიდა. ამ ბარათებს შორის შუალედები ისეთივე ზომით იზრდებოდა, როგორც იგი ეჩვეოდა აქაური ცნებების შეთვისების წყალობით დროის ხელგაშლილად ხარჯვას. თვალის საამებლად მეტწილად ხედებიან ღია ბარათებს არჩევდა. ზედ თოვლში ჩაფლული ან საზაფხულო სამოსელში გამოწყობილი ხეობა იყო გამოსახული და წერილისთვის ზუსტად იმდენი ადგილი რჩებოდა, რამდენიც კმაროდა საიმისოდ, რომ შინაურებისთვის ექიმის უახლესი დანიშნულებანი შეეტყობინებინა. ნათესაურად მოეხსენებინა თვიური ან საერთო გამოკვლევის შედეგები. ესე იგი, ეცნობებინა, რომ აკუსტიკურადაც და ოპტიკურადაც აშკარა გაუმჯობესება ეტყობოდა. მაგრამ შხამებისგან ჯერ კიდევ არ იყო გათავისუფლებული და ტემპერატურაც ნორმაზე ჯერ კიდევ ოდნავ მაღალი ჰქონდა. ეს კი პატარა კერების ბრალი იყო. თუ მოთმინებას გამოიჩენდა, ისინი ნამდვილად უკვალოდ გაქრებოდა და აქ ამოსვლა აღარასოდეს დასჭირდებოდა. ჰანს კასტორპს შეეძლო დამშვიდებული ყოფილიყო მიწერ-მოწერის დარგში, ამაზე მეტ თავგამოდებას მისგან არც არავინ მოითხოვდა და არც არავინ მოელოდა. ის სფერო, საითაც იგი წერილებს გზავნიდა, ჰუმანისტურ მჭერ-მეტყველური სფერო არ გახლდათ. არც იქიდან მოსულ პასუხებში იღვრებოდა გრძნობები. საპასუხო ბარათები მეტწილად იმ ფულად გზავნილებს ახლდა, იგი შინიდან რომ იღებდა. ეს იყო მამისეული მემკვიდრეობის პროცენტები და აქაურ ფულზე ისე მომგებიანად ხურდავდებოდა, რომ ახალი გზავნილის მიღებამდე ძველის დახარჯვას ვერასოდეს ასწრებდა. ერთი სიტყვით შინიდან მეტწილად მანქანაზე დაბეჭდილი რამდენიმე ფსკარი მოსდიოდა. ბარათს ხელს აწერდა ჯეიმს ტინაპელი და ბოლოში ბიძისაგან და ზოგჯერ ზღვაში მონაოსნე პეტერისგანაც მოკითხვას ურთავდა ხოლმე. როგორც ჰანს კასტორპი იტყობინებოდა, ჰოფრაც მისთვის ნემსები ცოტა ხნის წინ შეეწყვიტა. ინიექციები ახალგაზრდა პაციენტს არაფერს რგებდა, პირიქით, თავის ტკივილს, უმადობას, წონაში კლებას და მოდუნებას იწვევდა. ტემპერატურაც პირველი ნემსის გაკეთებისთანავე რომ აუწია, მას მერე ძირს აღარ ჩამოსულა. ტემპერატურა სუბიექტურადაც აწუხებდა. ვარდისფერი სახე კვლავინდებურად მშრალად უხურდა და თითქოს შეახსენებდა ბარისა და მისი ნესტიანი ცხოველმყოფელი მეტეოროლოგიის პირბშოს აკლიმატიზაციას სინამდვილეში იმ აზრთან შეგუებას ნიშნავდა, აქაურობას ვერასოდეს რომ ვერ შეეგუებოდა, რაც სხვათა შორის რადამანთისსაც სჭირდა. ლოყები ტყუილად როდი ქონდა მუდამ ჩალურჯებული. ზოგი ვერასოდეს ეგუება აქაურობასო, ჩამოსვლისთანავე უთხრა იოახიმმა და ეტყობა ჰანს კასტორპიც იმ ზოგიერთში ეწერა. თავის კანტორის თითქმის აქ, ზევით ამოსვლისთანავე დაასჩემდა და ახლა სიარულშიც ეძალებოდა, საუბარშიც და ასე განსაჯეთ ამ ლურჯად მოღაღანე სავანეშიც, სადაც იგი თავის თავგადასავალთა კომპლექსზე ფიქრობდა ხოლმე. ასე რომ, ჰანს ლორენც კასტორპის ჟესტი, თავის კანტორის შესაკავებლად ნიკაპის მკერდზე ღირსეულად დაბჯენა, ლამის მასაც უკვე მტკიცე ჩვეულებად გადაექცა და თავის ყოველ კანტურზე მის დაუნებურად მოხუცის გაშეშებული საყელო, ანუ ბრიჟის ეს წარმავალი სახეცვლება აგონდებოდა. აგონდებოდა ემბაზის ვარაყ გამოხუნებული ფსკერიც, პაპის ღვთისმოსაური ხსენებაც და თავის ცხოვრების ძაფს ფიქრებში დასაბამიდან აქამდე გამოუყვებოდა ხოლმე. ფშიბისლავ ჰიპე ამ 11 თვის წინ რომ იხილა, ისე ცოცხლად აღარ გამოცხადებია.
აკლიმატიზაცია დასრულდა. ხილები აღარაც უხებდა. აღარც ის გამეორებულა, თვითონ ძელსკამზე გაუმძლევრად რომ იწვა და მისი მე შორეულ წარსულში დაფრინავდა. მეხსიერებაში მაშინ ამოტივტივებული წარსული სურათები ზოგჯერ კვლავ ნათლად და ცოცხლად დაუდგებოდა თვალწინ, მაგრამ ამჯერად სავსებით ნორმალურ და ჯანსაღ საზღვრებში თავსდებოდა ხოლმე. წარსულის გახსენებაზე ჰანს კასტორპი გულჯიბიდან შუშის სამახსოვროს ამოიღებდა, სარჩულიანი კონვერტით სათუთად რომ ედო საფულეში. მინის ფირფიტას მიწას თუ მიუშვერდით, მაშინ იგი შავად პრიალებდა და გაუმჭვირვალე ჩანდა, მაგრამ დღის სინათლეზე თუ გახედავდით, განათდებოდა და უმანისტურ საგნებს წარმოგიჩენდათ. ადამიანის სხეულის გამჭვირვალე გამოსახულებას, ნეკნებისა და გულის მოხაზულობას, დიაფრაგმასა და ფილტვებს, ლავიწისა და მხრის ძვლებს. ყველაფერ ამას კი ირგვლივ მკრთალი, ნისლისფერი გარსი, ანუ ხორცი ეკვროდა, რომელსაც თავისი უგუნურების წყალობით ჰანს კასტორპმა ყველიერის კვირას გემო გაუსინჯა. მოდა არა გასაკვირია, თუ კი ამ სამახსოვრო ჭვრეტისას მგრძნობიარე გული ხან გაუჩერდებოდა, ხან კი ძალომა და უჩქარდებოდა, ან მერე თუ კი ცდილობდა მეხსიერებაში ყველაფერი აღედგინა და გაეაზრებინა, ასე რომ იჯდა ძელსკამი სადად გარანდულ საზურგეზე მიყრდნობილი, ხელები გულზე დაეკრიფა, თავი გვერდზე გადაეგდო, ყურებში მთიდან დაქანებული ნაკადულის ჩუხჩუხი ედგა, ხოლო თვალით ლურჯად აყვავებულ წყალიკრეფიას ეალერსებოდა. ორგანული სიცოცხლის უმაღლესი წარმონაქმნი ადამიანის სხეული ისევე ნანაობდა მის თვალწინ, როგორც იმ ყინვიან ვარსკვლავიან ღამეს მეცნიერულ სტუდიებში რომ იყო ჩაფლული. ამ სხეულში ჭვრეტას კი ისეთი კითხვები და გამოცანები ეჯაჭვებოდა, რომელთა არში გარკვევა კეთილი იოახიმს იქნებ არც ევალებოდა, მაგრამ თვითონ ამ ბოლო დროს ფიქრობდა, როგორც სამოქალაქო პირს მათზე ერთგვარი პასუხისგებლობა მეკისრებაო. მერე რა, ბარში თვითონაც რომ არასოდეს დაინტერესებულა ამ საკითხებით და ალბათ არც ოდესმე დაინტერესდებოდა, აქ რომ არავასულიყო. აქედან შორი დამჭვრეტელის თვალით 5000 ფუტის სიმაღლიდან დაყურებდა ქვეყანასა და ყოველგვარ სულიერს და ფიქრებს მიუყვებოდა. ვინც ის იქნებ ჭვრეტაში ხსნადი შხამებისგან აღძრული აღზნება შველოდა, რაც სხვათა შორის სახის მხურვალებასაც იწვევდა. ამგარი ჭვრეტისას სეტემბრინია გონდებოდა. პედაგოგი მეარღნე, ელა და შიშობილი მამის შვილი, ვინც მატერიის უმაღლესი წარმონაქმნისადმი სიყვარულს, პოლიტიკას, ამბოხსა და მჭერმეტყველებას უთანაბრებდა და მოქალაქის შუბი კაცობრიობის საკურთხეველზე ქონდა ნაკურთხი. ფიქრობდა აგრეთვე თავის კამერაძე, კროკოვსკიზე, ამ ბოლო დროს ჩაბნერებულ ოთახში სეანსებს რომ უტარებდა. ფიქრობდა ფსიქოანალიზის ორმაგ ბუნებაზეც და იმაზეც, უწყობდა თუ არა ფსიქოანალიზი ქმედებასა და პროგრესს ხელს. ან რამდენად ენათესავებოდა იგი სამარესა და მის ოდიოზურ ანატომიას. გამოიხმობდა ორივე ბაბუის ხატებას, შავ ტანსაცმელს სულ სხვადასხვა მიზეზით რომ ატარებდნენ. ხან გვერდ დააყენებდა, ხან კი ერთმანეთს უპირისპირებდა ერთის მეამბოხე და მეორის ტრადიციის მიმდევარ ბუნებას და მათ ღირსებებს მისხალ წონიდა. საკუთარ თავს ეთათბირებოდა ისეთ მრავლისმეტყველ კომპლექსებზე, როგორიცაა ფორმა და თავისუფლება, სული და სხეული, ღირსება და სირცხვილი, დრო და მარადისობა. და წამიერად, მაგრამ ძლიერად ეხოვოდა თაობრუი მის გახსენებაზე, რომ წყალიკრეფია კვლავ აყვავებულიყო და ეს ერთი წელიწადის გასვლას ნიშნავდა. ჰანს კასტორპმა უცნაური სიტყვა გამონახა განმარტოებულ თვალწარმტაც კუთხეში საპასუხისმგებლო გონებრივი ვარჯიშისთვის. ამ ვარჯიშს მართვა დაარქვა. სათამაშო, ონავრული, ბავშვური გამოთქმა შეურჩია, ვითომ თავს შესაქცევს სინამდვილეში კი საყვარელ გართობას. თუმცა მას შიში
თავბრუსხვევა და გულისფრიალი ახლდა თან და სახეზე მოდებულ ალმურსაც კიდევ უფრო უღვივებდა ხოლმე. ჰანს კასტორპს არც ისე ხამუშებოდა ამ საქმიანობისთვის თავს ძალას რომ ატანდა და იძულებული ხდებოდა ნიკაპი მგერძე დაეჯინა. ანა ეს პოზა შესანიშნავად არ ეხამებოდა საკუთარი ღირსების შეგრძნებას თვალწინ მონანავე უმაღლესი წარმონაქმნის წინაშე მართვა შინაგანად რომ ანიჭებდა. ჰომო დეი უწოდა გონჯმა ნაფტამ ამ უმაღლეს წარმონაქმნს, როცა მას ინგლისური პოლიტეკონომიისაგან იცავდა. და რა გასაკვირია, ჰანს კასტორპს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კარნახით და მართვის ინტერესების სასარგებლო თავი ვალდებულად ეგზნო. იოახიმთან ერთად პატარა ნაფტასთან სტუბრად მისულიყო. სეტემბრინის არეჭაშნიკა ეს მიპატიჟება ჰანს კასტორპს საიმისო ეშმაკობაც ყოფნიდა და სულიერი დახვეწილობას. ეს ამბავი რომ შეემჩნია. ჰუმანის მათთან შეხვედრა თავიდანვე არ ესიამოვნა. აშკარად შეეცადა ახალგაზრდებისთვის თავი აერიდებინა და ისინი უფრო სწორად ჰანს კასტორპი, რასაც სხვათა შორის მშვენივრად მიუხვდა ეს გამოქეკილი, ძნელად ახსასდელი ბავშვი, ნაფტასთან ნაცნობობისგან პედაგოგიური მოსაზრები დაეფარა, თუმცა ამ კაცს თვითონ ეამხანაგებოდა და ეკამათებოდა. ასეთები არიან აღმზრდელები. თვითონ ყველაფერს საინტერესოს ეტანებიან. აქაოდა ჩვენ საამისოდ მომწიფებულნი ვართო, ხოლო ახალგაზრდობას ღუდავენ და უჩიჩინებენ, საინტერესო ამბებისთვის მომწიფებული ნუ გეგონებათ თავიო. კიდევ კარგი მიარღნეს არავითარი უფლება არ ქონდა, ახალგაზრდა ჰანს კასტორპისათვის რაიმე აეკრძალა, ამას არც ცდილობდა. საკმარისი იყო ძნელად ახსასდელ ბავშვს, სქელკანიანი და გულუბრყვილო კაცის როლი ეთამაშა, რომ ხელს აღარაფერი შეუშლიდა პატარა ნაფტის მიპატიჟებით ესარგებლა. ჰანს კასტორპი ასეც მოიქცა. იოახიმი ავა თუ კარგად დაიყოლია და პირველი შეხვედრიდან რამოდენიმე დღის შემდეგ კვირადღეს ნაშვადღებს მთავარი სამკურნალო წოლის საათი ჩათავდა თუ არა, ნაფტასკენ გაეშურა. ბერქოფიდან იმ პატარა უსურვას გაყოლებულ სახლამდე რამოდენიმე წუთის სავალი იყო. ეზოში შევიდნენ. საბაყლოს კარი ხელმარჯვნივ ჩამოიტოვეს, ყავისფრად შეღებილი ვიწრო კიბით მეორე სართულზე ავიდნენ და იმ გარს მიადგნენ, სადაც ზარის გვერდით მხოლოდ მკერავ ლუკაჩეკის აბრა იყო მიკრული. კარი მოკლედ თმა შეკრეჭილმა ლოყა წითელმა ბიჭმა გააღო. სახური ბიჭი ვითომ ლივრიაში იყო გამოწყობილი. ზოლიანი პიჭაკი და გამაშები ეცვა. სტუმრებმა ბატონი პროფესორი ნაფტა იკითხეს. დარაგი სადარვაზო ბარათები თან არ ქონდათ, თავიანთი გვარები ბიჭს რამდენჯერმე გაამეორებინეს. მსახურმა ნაფტას პროფესორის ტიტული ჩამოაცილა. ბატონ ნაფტას თქვენს მოსვლას მოახსენებოდა წავიდა. პირდაპირ ღია კარიდან სამკერვალო მოჩანდა. დღეს უქმე იყო, მაგრამ ლუკაჩეკს მაგიდაზე მოარტყა ფეხი და ხელში ნეფსი ეჭირა. ფერმკრთარ მელოთ ლუკაჩეკს ვებერთელა ჩამოშვებული ცხვირი ქონდა და ტუჩის კუთხეებზე უჟმურად ეკიდა შავი ულვაში. გამარჯობა, ესალმა ჰანს კასტორპი. კრცი აქაურ დიალექტზე უპასუხა მკერავმა, თუმცა შვეიცარიული დიალექტი არც მის გვარს შეეფერებოდა და არც მის გარეგნობას, და ამიტომ ყალბად და უცნაურად აჟღერდა. დროს აღარ აცდენთ? თავის ქნევით განაგრძო ჰანს კასტორპმა. დღეს ხომ გვირაა? სასწრაფო საქმეა. მოკლედ მოუჭრა ლუკაჩეკმა და საკერავს ნემსი ამოუგნია. ძვირფასი ჩანს ჩაეძია ჰანს კასტორპი. ეთყობა საგანგებო შეკვეთაა, სამეჯლისოა თუ? კერავმა კითხვა ერთხანს უპასუხოდ დატოვა. ძაფი მოკვნიდა, ახალი ააგო და მხოლოდ მერე დაუქნია თავი. ლამაზი კაბა გამოვა? კვლავ ჩაეკითხა ჰანს კასტორპი.
სახელო უნდა მიაკეროთ? სახელო უეჭველად. დედაბრის კაბა, ძლიერი ჩეხური აქცენტით უფასხვა ლუკაჩეკმა. ღია კარში წამოწყებული საუბარი მსახურის მოსვლამ გაწყვიტა. ბატონი ნაფტა გთხოვთ? მობრძანდეთო, ახალგაზრდებს მოხსენა. ხელმარჯვნივ სამკერვალოდან რამოდენიმე ნაბიჯი დაშორებული კარი გააღო და პორტიერებიც გადასწია. სტუმრებს ნაფტა შეეგება. მას აბზინდიანი ფეხსაცმელი ეცვა და ხავსისფერ ხალიჩაზე იდგა. ბიძაშვილები განაცვიფრა ამ ორ ფანჯრიან კაბინეტში გამეფებულმა ფუფუნებამ. უფრო მეტიც, თვალი მოსჭრად ოთახის მდიდრულმა მორთულობამ, რადგან ამ გაქუცული სახლის, კიბისა და უბადრუ კიდერებნის შემხედარენი მსგავს არაფერს მოელოდნენ. სწორედ ეს კონტრასტულობა ანიჭებდა ნაფტას ოთახის ელეგანტურ მორთულობას ზღაპრულ ელფერს, რაც მას თავისთავად ნამდვილად არ გააჩნდა და ცხადია, სხვა გარემოში ანს კასტორფსა და იოახიმს ასე ზღაპრული არც მოეჩვენებოდათ. და მაინც ოთახი მდიდრულად, უფრო მეტიც, ბრწყინვალედაც კი იყო მორთული. კაბინეტში საწერი მაგიდაც იდგა და წიგნის კარადებიც, მაგრამ სწორედ ამ მდიდრული მორთულობის გამო აქ აურობა მამაკაცის ბინას ნაკლებად გავდა. მეტისმეტად უხვად იყო მოფენილი აბრეშუმით, ღვინისფერი და მეწამული აბრეშუმით. აბრეშუმის ფარდები ნიღბავდა ორივე უშნო გარს. ფანჯრებზეც აბრეშუმის ფარდები ეკიდა და ამავეჯზეც აბრეშუმი იყო გადაკრული. მეორე კარის მოპირდაპირე კედლის თითქმის მთელ სიგანეზე გადაჭიმულ გობელენთან რბილ კუთხეს რომ ქმნიდა. ბაროკო სტილის სავარძლებს სამკლაურებზე პატარ-პატარა ბალიშები ჰქონდა. სავარძლები ლითონით ინკრუსტირებული მაგიდის ირგვლივ შემოეწყოთ, ხოლო კედელთან პლუშის ბალიშებით მოფენილი იმავე სტილის დივანი იდგა. წიგნის კარადებს ორივე კარის აქეთ-იქით მთელი კედელი ეჭირა. კარადების და ფანჯრებს შუა დადგმული საწერი მაგიდაც, უფრო სწორად, ამობურცული სახურავით დამშვენებული სეკრეტერი წითელი ხისა გახდათ. ხოლო კარადებს შემინულ კარზე შიგნიდან კიდევ მწვანე აბრეშუმი ქონდა გამოკრული. აი, რბილი ავეჯის ხელმარცხნივ კუთხეში კი ხელოვნების ჭეშმარიტი ქმნილება მოჩანდა. წითელი აბრეშუმით შებურულ კვარცხლბეკზე დიდი შეღებილი ხის ქანდაკება პიეტა. პიეტა გახლავთ ლათინური ტარიულად ღვთისმოსაობა. ნახატი ან ქანდაკება, რომელზედაც გამოსახულია მარიამ ღვთისმშობელი და ჯვრიდან ჩამოხსნილი მაცხოვარი. იესო ქრისტეს დატირება. პიეტა იდგა როგორღაც შემაკრთობელი, გროტესკამდე მისული თავის პრიმიტიულობით და შთამბეჭდაობით. ღვთისმშობელს თავზე ჩაჩი ეხურა, წარბები შეეჭმუხნა, ოდნავ გაღებული პირი სატირლად მოეღრიცა და კალთაში წამებული მაცხოვარი ესვენა. მის ფიგურაში პრიმიტიულად იყო დარღვეული პროპორციები, ხოლო მეტისმეტად მკაფიოდ გამოკვეთილი ანატომიური აგებულება აშკარად ამხელდა ხელოვანს ანატომიისა, რომ არაფერი გაეგებოდა. წამებულს მკერდზე ჩამოვარდნილ თავზე ეკლები ასხდა. სახე და ხელფეხი სისხლით ჰქონდა მოთხრილი, ხოლო დასერილ ფერდებსა და ხელფეხზე დამჩნეულ ნალურს მანებთან შედედებული სისხლის კოლტები მიხმობოდა. ეს თვალის ასეირო ქმნილება აბრეშუმით შემოსილ ოთახს მართლაც რომ განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებდა. შპალერი მხოლოდ წიგნების კარადების თავსა და ფანჯრებს შორის კედელზე მოჩანდა და ისიც უეჭველად მდგმური შერჩეული იქნებოდა, რადგან შპალერსაც წითლად შეღებილი ატაკზე დაფენილი ხალიჩისფერი მწვანე ზოლები დაუყვებოდა. ხოლო დაბალი ჭერისთვის ვერ მოეხერხებინათ ვერაფერი. ოთახს შიშველი, დაბზარული ჭერი დაყურებდა, მაგრამ იგი მაინც მომცრო ვენეციური ჭაღით შეემგოდ. ფანჯრები კი იატაკამდე დაშვებული კრემისფერი ფარდებით შეეფურათ. აი, მოვედით კოლოკვიუმზე, თქვა ანს კასტორპმა. თან თვალი კუთხეში აღმართული წმინდა საფრთხობელისკენ უფრო ეჭირა, ვიდრე ამ განსაცვიფრებელი ოთახის ბინადრისაკენ,
რომელმაც ახალგაზრდებს მიაგება სიტყვის პატრონები ყოფილხართო და პატარა ხელით აბრეშუმ გადაკრული სავარძლებისაკენ მიიპატიჟა, მაგრამ ანსკასტორპი მონუსხულივით პირდაპირ ხის ქანდაკებისკენ გაემართა. დავინჯი შემოიყარა, თავი გვერდზე გადაიგდო და მის წინ გაერინდა. ეს რა გქონიათ, ჩაილაპარაკა მან. საშინლად კარგი რამ არის? თუ ვინმეს გინახავთ ოდესმე ასეთი ტანჯვა? უეჭველად ძველი იქნება. მე-14 საუკუნისა გახლავთ, უპასუხა. რაინის სკოლა უნდა იყოს. თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არა? უზარმაზარი, მიუგო ანსკასტორპმა. რა გასაკვირია, მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდეს. მაპატიეთ, მაგრამ არ მეგონა ასეთი სიმახინჯე, ასეთი მშვენიერი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. როგორც წესი, სულისა და გრძნობის ერთობლივი ქმნილება, მიუგო ნაფტამ, ყოველთვის მახინჯია თავისი სიმშვენიერითა და მშვენიერია თავისი სიმახინჯით. აქ სულიერ სილამაზესთან გვაქვს საქმე და არა ხორციელთან. ხორციელი სილამაზე აბსოლუტურად დაცლილია გონისგან. იგი სიმართლე თუ გნებავთ, აბსტრაქტულიც არის, დაზიანა მან და განაგრძო. დიახ, სხეულის სილამაზე აბსტრაქტულია. რეალურია მხოლოდ შინაგანი სილამაზე, რელიგიური გრძნობის სილამაზე. რა სწორად შეაფასე და დაალაგეთ ყველაფერი. უთხრა ნაფტას ანსკასტორპმა. მე-14 თქვით, არა? გაიმეორა მან. ესე იგი, 1300 წელსაა შექმნილი. დიახ, ტიპიური შუა საუკუნეების სწორედ ესაა. ამ ქანდაკებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა შუა საუკუნეებზე ამ ბოლო ხანებში შექმნილი წარმოდგენა. წინათ ასეთი ამბების არაფერი გამეგებოდა. საქმეზე რომ მიდგეს, მე ტექნიკური პროგრესის ერთი წარმომადგენელი ვარ და მეტი არაფერი, მაგრამ აქ ზევით გაცილებით ნათელი წარმოდგენა შემექმნა შუა საუკუნეებზე. პოლიტეკონომია რომ არ არსებობდა მაშინ, ეს ცხადია. და ვინ არის ამ ქანდაკების ავტორი? ნაფტამ ხრევი აიჩეჩა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მიუგო მერე? ეგ ჩვენ არ გვეკითხება და სხვათა შორის ავტორს არც მაშინ კითხულობდა ვინმე, როცა ეს ნაწარმოები შეიქმნა. მისი შემოქმედი ვინმე მოგენიოსო მისიე არ იქნება. ეს ქანდაკება ანონიმურია და საერთო. ოღონდ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მაინც გვიანდელი შუა საუკუნეებია, გოთიკა. signum mortification, კვდების სიმპტომი ლათინურად. აქ ადამიანის შებრალების და ტანჯვის შელამაზების ნიშანწყალსაც ვეღარ იპოვით, რაც ჯვარცმულის გამოსახვისას ჯერ კიდევ რომანულ ეპოქას ჰქონდა წესად მიღებული. აქ ვეღარც მეფის გვირგვინს ვხედავთ და ვეღარც ამ ქვეყნიურ ცხოვრებასა და მოწამებრივ სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს. ამ ქანდაკებაში უკიდურესი ხერხებითაა გამოხატული ტანჯვა და ხორცის უძლურება. მხოლოდ გოთიკური გემოვნებაა ჭეშმარიტად პესიმისტური და ასკეტური. თქვენ არ გეცოდინებათ ინოკენტი მესამის, აქ ნაგულისხმებია რომის პაპი, რომელიც განასახიერებდა უმაღლეს პაპისტურ ძალაუფლებას, გააფართოვა საეკლესიო სახელმწიფო, დაიქვემდებარა საერო ხელისუფალნი, მოაწყო ლაშქრობა მწვალებელთა ალბიგოელთა წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ბერთა ეგრეთ წოდებულ მათხოვრულ ორდენებს, ფრანცისკანელებსა და დომინიკანელებს. ინოკენტი მესამის თხზულება de miseria humanae condition, ადამიანის უბადროკი ხვედრისა გამო, ლათინური, ფრიად გონებამახველური ლიტერატურული თხზულებაა, მართალია იგი მე-12 საუკუნის დამლევს განეკუთვნება, მაგრამ მისი დასურათება მხოლოდ ამ ეპოქის ხელოვნებას ძალოს. ბატონო ნაფტა, ერთი ამოიხვნეშა და ისე წამოიწყო ანსკასტორპმა. მე ყოველი თქვენი ნათქვამი სიტყვა მაინტერესებს. signum mortification, თქვით არა? ამას დავიმახსოვრებ.
მანამდე კი ანონიმური და საერთო ახსენეთ, რაც ასევე ღირს დასაფიქრებლად. სამწუხაროდ მართალი ბრძანდებით პაპის თხზულებას, ინოკენტი მესამე ალბათ პაპი იქნებოდა, არ ვიცნობ. თუ სწორად გაგიგეთ, ეს თხზულება ასკეტური და გონებამახვილურია რა. უნდა გამოუტყდე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ეს ორი ცნება ხელჩაკიდებული თუ ივლიდა. მაგრამ კარგად თუ ჩაუკვირდები, ხვდები, რომ ადამიანის სიბეჩავეზე სჯაბაასი ნამდვილად იძლევა ხორცის გაკენწვლის საბაბს. იშოვება კი ეს თხზულება? ჩემს ლათინურს რომ თავი მოუყარო, ალბათ შევძლებ მის საკითხვას. მე მაქვს ეს წიგნი, მილგონავტამ და თავით ერთ-ერთ კარადაზე ანიშნა. შეგიძლია მოგართვათ. ახლა კი ჯობია დავსხდეთ. პიეტას დივნიდანაც შევხედავთ. აი, მცირე საფხარიც მოგვართვეს. იმ პატარა ბიჭმა ჩაი და მოვერცხლილი კოპწია კალათით კოხდად დაჭრილი ფხვიერი ნამსხარი შემოიტანა, სახურს კი ვინ შემოყოფეხ მსუბუქი ნაბიჯით, დახვეწილი ღიმილითა და შეძახილებით, საფეხლოთ, ასიედონტი, ეშმაკმა დალახვროს როგორ შემოგესწარით. თარგმანი იტალიურიდან. ეს ბატონი სეტემბრინი გახლდათ. იგი ერთი სართულით მაღლა ცხოვრობდა და ეტყობოდა, იმისთვის მობრძანდა, რომ სტუმრებისთვის მხარი დაემშვენებინა. ჩემი ფანჯრიდან დაგინახეთ, რომ მობრძანდებოდით. სწრაფად ჩავათავე ენციკლოპედიის ერთი გვერდი, რომელსაც ის იყო წერდი და მეც აქეთკენ გამოვეშურეო, განაცხადა სეტემბრინიმ. მისი გამოჩენა სავსებით ბუნებრივი გახლდათ. მოსვლის უფლებას ჯერ ერთი ბერგჰოფელებთან ძველი ნაცნობობას აძლევდა და მეორეც შეხედულებათა ღრმასხვაობის მიუხედავად ეტყობოდა ნაფტასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რა კი მას პინძელს მისი მოსვლა სულაც არ გაუოცებია და მოსულს შინაურივით მიესალმა. და მაინც ჰანს კასტორპზე მისმა მოსვლამ ორგვარი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯერ ერთი შეატყო, რომ ბატონ სეტემბრინის არ უნდოდა ის და იოახიმი, უпростоრად ჰანს კასტორპი, პატარა გონჯ ნაფტასთან მარტო დაეტოვებინა. თვითონაც თუ აქ იქნებოდა, ნაფტას თავის პედაგოგიურ ზეგავლენას დაუპირისპირებდა და მეორეც იმასაც მიუხვდა, რომ სეტემბრინის სიამოვნებით სარგებლობდა შემთხვევით. ცოტა ხანს ხვენზე ჯდომის მაგიერ ნაფტას აბრეშუმ გამოკრულ ოთახში დაჰყოფდა და ნეკის გაყოლებაზე შავ ბალან გადავლილი მოყვითალო ხელები მოიფშვნიდა, ახტაცება სიტყვიერადაც გამოხატა და დიდი სიამოვნებითაც შეექცა თხელ რგოლებად დააჭრილ ფხვიერ ნამცხვარს, რომელსაც შოკოლადის კრემი ძარღვებივით დაუყვებოდა. საუბარი კვლავ პიეტას გარშემო გაგრძელდა, რადგან ჰანს კასტორპი მას ვერც თვალს წყვეტდა და ლაპარაკითაც სულ პიეტაზე ლაპარაკობდა. სეტემბრინისაც ამიტომ მიმართა და შეეცადა ხელოვნების ქმნილებაზე ერთი-ორი კრიტიკული სიტყვა დაეცდეინებინა. ჰუმანისტი ამ კუთხისაკენ ზურგით იჯდა და როცა ქანდაკებისკენ მიახედეს, სახეზე აშკარად გამოეხატა, ოთახის ამ სამშვენისზე რა აზრისაც ბრძანდებოდა. მაგრამ თავაზიანობა ეყო, ყველაფერი არ ეთქვა, რასაც ფიქრობდა, და ამიტომ ჯგუფური ქანდაკების დარღვეული პროპორციებისა და სხეულის ფორმების კრიტიკით შემოიფარგლა. ეს არაბუნებრივი ფორმები გულს სულაც ვერ ამიჩუყებენ, რადგან ისინი უმწიფარობისა და უმწეობის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ უკეთური ნების, საფუძველშივე მცდარი პრინციპის ნაყოფი გახლავთო. ნაფტამ გესლიანა დაუკრა კვერი. დიახ, ტექნიკური გაუწაფაობა აქ ნამდვილად არაფერ შუაშია. ამ შემთხვევაში ბუნებრიობისგან გონის შეგნებული ემანსიპაციის, მის და მის სიძულვილისა და ბუნების წინაშე ყოველგვარ ქედის მოხრაზე
რელიგიური გზნებით გაცხადებული უარის მოწმენი ხდებითო. სეტემბრინიმ ბუნებისა და მისი შესწავლის უგულებელყოფა ადამიანის დამღუპელ შეცდომად გამოაცხადა და აბსურდული უფორმობის საპირისპიროდ, რომელსაც შუა საუკუნეები და მისი წამბაძველი ეპოქები ბრმად ემონებოდნენ, ბერძნულ რომაული მემკვიდრეობის, კლასიციზმის, ფორმის, მშვენიერების, გონიერებისა და სიცოცხლის ხალისის ხოტბადიდებას მოყვა და დაასკვნა, მხოლოდ ამათ ძალუწთ ადამიანს სარგებლობა მოუტანონო. აქ ჩაერია ანს კასტორპი ლაპარაკში და გითხრა: ასე თუ წავიდა საქმე, მაშინ პლოტინს რაღა უყოთ, როგორც ვიცით, მას თავისი სხეული ერცხვინებოდაო. ან ვოლტერზე რაღა სიტყვით, გონიერების სახელით ლისაბონის საშინელი მიწისძვრის წინააღმდეგ რომ გაილაშქრაო? უაზრობა იყო, ხო? ესეც უაზრობაა. მაგრამ თუ კარგად ააგვირდები, საკუთარი შეხედულებისამებრ შეგიძლია უაზრობა სულიერ კეთილშობილებად მონათლო და მაშინ გოთიკური ხელოვნების მხრივ ბუნების უგნური მტრობაც საბოლოოდ ისეთივე კეთილშობილური აღმოჩნდება, როგორიც პლოტინისა და ვოლტერის აქციელი, რადგან აქაც ისევე მჟღავნდება ბედისწერისა და ფაქტისაგან ემანსიპაციის ნება და კადნიერი სიამაყე, რომელიც უარზე დგას უგუნური ძალის სახელდობრ ბუნების წინაშე ქედი მოიხაროსო. ნაფტამ გადაიხარხარა, კვლავის ხმა გამოსცა გაბზარულ თეფშს რომ მოგვაგონებდა და სიცილი ხველებით დაასრულა. სეტემბრინიმ ღირსეულად თქვა: თქვენი ოხუნჯობით ხომ ჩვენს მასპინძელსაც ზიანს აყენებთ და თანმადლობასაც არ ამბობთ. ასეთი დიდებული ნამსხვარი რომ მოგართვეს, შეგიძლიათ კი საერთოდ მადლიერების გამოხატვა? წინასწარვე მოგახსენებთ, რომ მადლიერებაში მოწყვნილი საჩუქრების საკადრისად მოხმარებას გულისხმობ. ანს კასტორპს დარცხვენა რომ შეატყო, სეტემბრინიმ მყისვე მომხიბლავად დასცინა: თქვენ ხომ დიდი ოხუნჯი ბრძანდებით, ინჟინერო? თქვენი მანერა, მეგობრულად დასცინოთ სიკეთეს, მისდამი თქვენ სიყვარულში მაინც ვერ დამაეჭვებს. მოგეხსენებათ, ბუნებრიობის წინააღმდეგ გონის მხოლოდ ის გალაშქრებაა კეთილშობილური, რომელიც ადამიანის ღირსებისა და მშვენიერებისათვის იღწვის, და არა ის, ვითომ მიზნად რომ არ ისახავს ადამიანისთვის პატივის აყრასა და დაკნინებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამას კი ჩადის. თქვენ ისიც კარგად მოგეხსენებათ, რა არაადამიანური შიშის ზარი, რა პირსისხლიანი სისასტიკე მოიტანა იმ ეპოქამ, ჩემს ზურგს უკან მოთავსებული ეს ხელოვნების ქმნილება თავის წარმოშობას რომ უმადლის. საკმარისია მოგაგონოთ ინკვიზიტორის ერთი საზარელი ტიპი, თუნდაც ვინმე კონრად მარბურგელის სისხლიანი ფიგურა, მისი ბილწი, ფანატიკური რისხვა თავს რომ ატყდებოდა ყველას და ყველაფერს, რაც კი ზებუნებრივის მეუფეობას უპირისპირდებოდა. მე მგონი არც თქვენ მიგაჩნიათ ხმალი და კოცონი ადამიანისადმი სიყვარულის გამოსახატავ იარაღებად. კონრად მარბურგელი, მე-12 საუკუნის მეორე ნახევარი, ულმობელი გერმანელი ინკვიზიტორი, დომინიკანელი ბერი, ერეტიკოსთა რისხვა, წმინდა ელიზაბეტის ეგრეთ წოდებული აღსარების მამა. მოკლეს რაინდებმა. სამაგიეროდ, თქვა ნავტამ, ამ მიზანს ემსახურებოდა ის მანქანა, რომლის დახმარებითაც კონვენტი ქვეყანას ცუდი მოქალაქეებისგან წმენდა, ყველა საეკლესიო სასჯელი, კოცონიც და ეკლესიისაგან გაანკვეთაც სულის სამარადისო წარწმედისაგან დასახსნელად იყო მოგონილი. რასაც ვერ ვიტყვით, იაკობინელთა ხოცვა ჟლეტი ჟინზე. თავსნებას მივცემ აღმნიშნო, რომ წამებასა და სისხლის ყვრაზე აგებული ყოველგვარი სამართალი, რომელიც იმ ქვეყნიური ცხოვრების რწმენას არ ემყარება, პირუტყული უაზრობაა და სხვა არაფერი, ხოლო ადამიანის დაკნინებას რაც შეეხება, მისი ისტორია ზუსტად ემთხვევა ბურჟუაზიული გონის განვითარების ისტორიას. რენესანსმა, განმანათლებლობამ, ბუნების მეტყველებამ და მე-19
საუკუნის ეკონომიურმა მოძღვრებამ, რითაც კი შეეძლო ხელი შეუწყო ადამიანის დაკნინებას, დაწყებული ახალი ასტრონომიით, რომელმაც დედამიწა სამყაროს ცენტრიდან, იმ საპატიო ასპარეზიდან, სადაც ღმერთი და ეშმაკი ერთმანეთს ერკინებოდნენ, ორივესთვის სანუკვარი არსების დასაკუთრებლად, უბრალო პატარა პლანეტად აქცია და კოსმოსში ადამიანის მეუფებას დროებით ბოლო მოუღო. კოსმოსის ცენტრში ადამიანის დგომას კი სხვათა შორის ასტროლოგია ემყარებოდა. დროებით არა, ისე შემპარავად ჩაეკითხა ბატონი სეტემბრინი, რომ თვითონ დაემსგავს სამწვალებელთა მსაჯულსა და ინკვიზიტორს. ჩასაფრებული რომაა, მოპასუხეს იქნებ რაიმე მიუტევებელი წამოსცდესო. დიახ, რამოდენიმე საუკუნით, ცივა დაუდასტურა ნაფტამ. თუ არ ვცდები სქოლასტიკა, ამ სფეროშიც დაიბრუნებს დაკარგულ ღირსებას. იგი ახლა აყვავების ხანაშია. კოპერნიკს პტოლემეუსი დაამარცხებს. ჰელიოცენტრული თეზისი ბოლოს და ბოლოს იდეურ წინააღმდეგობას წააწყდება, რაც ალბათ მიზნამდე მიგვიყვანს. მეცნიერება ფილოსოფიური თვალსაზრისით გახდება იძულებული, დედამიწას კვლავ დაუბრუნოს ის ღირსება, საეკლესიო დოგმა რომ ცდილობდა მისთვის შეენარჩუნებინა. რაო? იდეური წინააღმდეგობაო? ფილოსოფიური თვალსაზრისით გახდება იძულებულიო? მიზნამდე მიგვიყვანსო? ვოლუნტარიზმის რა სახეობას ღაღადებს თქვენი ბაგენი? ობიექტურ კვლევას რაღაც უშვრებით? ან წმინდა შემეცნებას, ან ჭეშმარიტებას, ბატონო ჩემო, რომელიც თავისუფლებასთან არის მტკიცედ გადაჯაჭვული, ან მისთვის წამებულთ რას უპირებთ? თქვენ რომ დედამიწის შემბილწველებად მიგაჩნიათ, სწორედ ისინი უქმნიან პლანეტას სამარადისო დიდებას. ბატონმა სეტემბრინიმ ჯიქური ცოტა კითხვების დასმა. იგი შემართული იჯდა და თავის დარბაის ლურ სიტყვებს პატარა ბატონ ნაპტას ზემოდან აფრქვევდა. ბოლოს კი ისე აუწია ხმას, რომ კარგად იგრძნობოდა რა მტკიცედ იყო დარწმუნებული, მოწინააღმდეგე პასუხად მხოლოდ დარცხვენით ჩაკიდებს თავს და გაჩვენდებაო. ლაპარაკისას ნამცხვრის ერთი ნაჭერი ხელში ეჭირა. ახლა კი კვლავ თეფშზე დადო, რადგან საუბრის ასე შებრუნების შემდეგ აღარც უნდოდა მისთვის პირის დაკარება. ნაპტას პასუხში არასასიამოვნო სიმშვიდე იგრძნობოდა. ძვირფასო მეგობარო, წმინდა შემეცნება არ არსებობს. საეკლესიო გნოსეოლოგიის კანონიერება, რომელიც ავგუსტინეს დებულებაში დასკვნის სახით გვეძლევა, მრწამს რათა შევიმეცნო, სრული ჭეშმარიტებაა, რწმენა შემეცნების იარაღია, ინტელექტი კი მეორეული მოვლენა გახლავთ. ეგ თქვენი ობიექტური მეცნიერება წმინდა წყლის მითია და სხვა არაფერი. რაღაც რწმენა, რაღაც მსოფლმხედველობა, რაღაც იდეა. მოკლედ ნება ყოველთვის თანაგდებს და გონების ვალია, გაანალიზოს და დაასაბუთოს იგი ყველაფერი საბოლოოდ quod erat demonstrandum, რისი დასაბუთებაც იყო სწორედ საჭირო. ლათინურ ენით თარგმანი. აქამდე დადის. აქ ნახსენები ავგუსტინუს ავრელიუსი, წმინდანი, ეკლესიის მამა, ნეტარ ავგუსტინე წოდებული, ადრეული შუა საუკუნეების უდიდესი ფილოსოფიურ-თეოლოგიური მოაზროვნე, დასავლური საქრისტიანოს ურყევი უზენაესი ფილოსოფიური ავტორიტეტი თომა აკვინელამდე. ხატრული თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესო ავგუსტინეს მემუარები ახსარება. ეს არის პირველი მსოფლიო ლიტერატურული მნიშვნელობის მქონე ავტობიოგრაფია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ მიუდგებით, თვით დასაბუთების ცნება შეიცავს მძლავრად გამოხატულ ვოლუნტარისტულ ელემენტს. მე-12 და მე-13 საუკუნეების დიდი სქოლასტიკოსები ერთ დებულებაში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. ის, რაც თეოლოგიაში მცდარია, არ შეიძლება ფილოსოფიაში ჭეშმარიტი იყოს. თავი დავანებო თეოლოგიას, მაგრამ ის ჰუმანიზმად არ ჩაითვლება, რომელიც არ აღიარებს ერთ დებულებას.
ბუნების მეტყველებაში არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს ის, რაც ფილოსოფიურად მცდარია. წმინდა სამსჯავრომ რომ გალილეის წაუყენა დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ მისი დებულებები ფილოსოფიური თვალსაზრისით აბსურდი იყო. ამაზე მომაკვდინებელი არგუმენტაცია არ არსებობს. ჩვენი საბრალო, დიდი გალილეის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა. მოდი სერიოზულად ვილაპარაკოთ, პროფესორო. აი ამ ინტერესიანი ახალგაზრდების წინაშე მიპასუხეთ ერთ კითხვაზე. წამთ თუ არა ჭეშმარიტება? ობიექტური, მეცნიერული ჭეშმარიტება? მისკენ ლტოლვა ხომ ყოველგვარი ზნეობის უმაღლეს კანონს წარმოადგენს და ავტორიტეტებზე მისი გამარჯვებები ადამიანის გონის დიად ისტორიას ქმნის? ჰანს კასტორპმა და იოახიმმა თავები ახლა ნაფტასკენ მიაბრუნეს, ოღონ პირველმა უფრო სწრაფად ვიდრე მეორემ. ნაფტამ უპასუხა. ასეთი გამარჯვება შეუძლებელია, რადგან ავტორიტეტი თვით ადამიანია. მისი ინტერესები, მისი ღირსება, მისი სიჯანსაღე და ამრიგად ავტორიტეტსა და ჭეშმარიტებას შორის არ შეიძლება წინააღმდეგობა არსებობდეს. ისინი ერთმანეთს ემთხვევა. გამოდის რომ ჭეშმარიტია ის, რაც ადამიანს წაადგება. ბუნება მასშია ხორჩესხმული. მთელ ბუნებაში მხოლოდ ის არის შექმნილი და მთელი ბუნებაც მისთვის არსებობს. იგია საგანთა საზომი და მისი სიჯანსაღია ჭეშმარიტების კრიტერიუმი. ის თეორიული შემეცნება, რომელიც მოკლებულია ადამიანის სიჯანსაღის იდეასთან, პრაქტიკულ მიმართებას იმდენად უინტერესოა, რომ მას არც ფასი ედება და არსებობის უფლებაც წართმეული აქვს. ქრისტიანულ საუკუნეებში ერთი საერთო აზრი იყო გამეფებული, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანისთვის. ლაქტანციუსი კონსტანტინე დიდმა თავის ვაჟიშვილს მოძღვრად რომ შეურჩია. პირდაპირ სვამდა კითხვას, რა ნეტარება უნდა მომანიჭოს იმის ცოდნამ, ნილოსი სად იღებს სათავეს, ან რაში მაინტერესებს ფიზიკოსები რას ჩმახავენ ცის შესახებო. აბა უპასუხეთ კითხვას, თუ შეგიძლია. აქ ნახსენები ლაქტანციუსი, ახლავთ ლუციუს ცელიუს ფირმიანუსი. ახალი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის საეკლესიო მწერალი, წოდებული ჩიეცერო ქრისტიანუსად, ქრისტიან ციცერონად, ბრწყინვალე რიტორი. თუკი პლატონის ფილოსოფია სხვა დანარჩენს ამჯობინეს, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ბუნების შეცნობას კი არა, ღმერთის შეცნობას ცდილობდა, მერწმუნედ კაცობრიობა მალე მიუბრუნდება ამ თვალსაზრისს და აღიარებს, რომ ნამდვილი მეცნიერების საქმე არ არის უწმინდურ ჭეშმარიტებებზე გამოდევნება. მას ევალება მავნე ან თუნდაც იდეურად უმნიშვნელო რამ ძირშივე ამოძირკოს. ერთი სიტყვით, ინსტინქტს, ზომიერებასა და არჩევანს მისცეს სარბიელი. ბავშვობაო ფიქრობდეთ, თითქოს ეკლესია წყვდიად სამჯობინებდა სინათლეს. სამგზის მართალი იყო იგი, სასჯელის ღირსად რომ აცხადებდა საგანთა შემეცნებისკენ მიუკერძოებელ ლტოლვას. ანუ ისეთ ლტოლვას, სულისთვის ზრუნვასა და საუკუნოს ასუფეველს რომ არაფრად აგდებს. სწორედ ეს მიუკერძოებელი ფილოსოფია გამოცლილი ბუნებისმეტყველება ითრევდა ადამიანს წყვდიადში. და რაც ხანი გავა, კიდევ უფრო ღრმად ჩაითრევს.
თქვენ პრაგმატიზმს ქადაგებთ, მიუგო სეტემბრინიმ. საკმარისი ეგი პოლიტიკაში გადავიტანოთ, რომ თვალნათლივ გამოჩნდეს მისი სახიფათო არსი. კეთილი და პატიოსანი. ჭეშმარიტი და კანონიერია ის, რასაც სახელმწიფოსთვის სარგებლობა მოაქვს. მისი კეთილდღეობა, მისი ღირსება, მისი ძალაუფლება, თურმე ზნეკეთილობის კრიტერიუმი ყოფილა მშვენიერია. ოღონდ სწორედ ამის წყალობით ეძლევა ყოველგვარ დანაშაულს ფართო ასპარეზი. ხოლო ადამიანური ჭეშმარიტება, ინდივიდუალური სამართლიანობა, დემოკრატია ხელში გვადნება. მე მგონი ცოტაოდენი ლოგიკა არ გვაწყენდა, წამოიწყო ნაფტამ. ამ პტოლომეუსი და სქოლასტიკოსები არიან მართალნი და სამყარო სასრულია დროსა და სივრცეში. მაშინ ღმერთი ტრანსცენდენტურია. ძალაში რჩება ღმერთისა და სამყაროს წინააღმდეგობა ადამიანის დუალისტურ არსებას წარმოადგენს. მის სულში ერთმანეთს უპირისპირდება გრძნობადი და ზეგრძნობადი. ხოლო ყველაფერი საზოგადოებრივი მეორე რიგში ინაცვლებს. და პირადად მე მხოლოდ ამგვარი ინდივიდუალიზმის შემიძლია მივიჩნიო თანამიმდევრულად. ანდა თქვენ საღორძინების ხანის ასტრონომებს მიუგნიათ ჭეშმარიტებისთვის და კოსმოსი უსასრულო ყოფილა. მაშინ არც ზეგრძნობადი სამყარო არსებულა და არც დუალიზმი. გამოდის, იმ ქვეყნიური ამ ქვეყნიურში შედის. ღმერთისა და ბუნების დაპირისპირებას ნიადაგი ეცლება. და რა კი ამ შემთხვევაში ადამიანის პიროვნება არამც თუ აღარ წარმოადგენს ორი მტრული პრინციპის შეჯახების ასპარეზს, არამედ ჰარმონიული და ერთიანია. მაშინ ადამიანის შინაგანი კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების ურთიერთ წინააღმდეგობას ემყარება და სახელმწიფოს მიზანი და დანიშნულება წარმართული ხანის მსგავსად ზნეობრივ კანონად იქცევა. ან ერთი უნდა ვაღიაროთ, ან მეორე. მე პროტესტს ვაცხადებ, წამოიძახა სეტემბრინიმ და მასპინძლისკენ ის ხელი გაიშვირა, რომელშიც ჩაის ფინჯანი ეჭირა. პროტესტს ვაცხადებ, აზრს რომ მიმახინჯებთ, თითქოს მე მეთქვას, თანამედროვე სახელმწიფო ინდივიდის სატანურ დამონებას ნიშნავს მეთქი. სამგზის პროტესტს ვაცხადებ, სახელდობრიმის წინააღმდეგ, პრუსიული რეჟიმისა და გოთიკური რეაქციის უსიამოვნო ალტერნატივის წინაშე რომ გვაყენებთ. დემოკრატიის აზრი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ყოველგვარ სახელმწიფო აბსოლუტიზმში შეიტანოს ინდივიდუალისტური შესწორებანი. ჭეშმარიტება და სამართლიანობა ინდივიდუალური ზნეობის მარგალიტია. მას სახელმწიფო ინტერესებთან განხეთქილებაც რომ მოუვიდეს და ანტისახელმწიფოებრივ ძალასაც რომ დაემსგავსოს. სინამდვილეში იგი მაინც უფრო მაღალი მიზნისათვის, ბარემ ვიტყვი კიდეც, სახელმწიფოს სულიერი კეთილდღეობისათვის იღწვის. რენესანსმა სათავე დაუდო სახელმწიფოს გაღმერთებასო. რა უბადრუკი ლოგიკაა. ამ მონაპოვარს დიახ, ხაზს უსვამ ამ სიტყვის ეტიმოლოგიას. რენესანსისა და განმანათლებლობის მონაპოვარს, ბატონო ჩემო, სახელად პიროვნება, ადამიანის უფლებები და თავისუფლება ქვია. მსმენელებმა როგორც იქნა მოისუნთქეს. ბატონი სეტემბრინის ამ გრძელ რეპლიკას ისე სუნთქვა შეკრულნი უსმენდნენ. ჰანს კასტორპმა ვეღარ მოითმინა და მაგიდას, თუმცა მორიდებულად, მაგრამ აინც დაკრა ხელი. წყინვალეა, კბილებში გამოსრა მან. იოახიმსაც კმაყოფილება ეტყობოდა სახეზე. თუმცა აქ პრუსიული რეჟიმის გასაკენწლადაც ითქვა ორიოდე სიტყვა. შემდეგ ორივემ სეტემბრინის მოწინააღმდეგისკენ იბრუნა პირი, რომელმაც ესესა იგემა გამაბრუებელი დარტყმა. ჰანს კასტორპი ისე გაფაციცდა,
რომ მაგიდასი დაყვით დაეყრდნო და ნიკაპი მუშს დააბჯინა. დაახლოებით ისეთი პოზა მიიღო, როგორც მაშინ გოჭს რომ ხატავდა. ნაფტასკენ გადაიხარა და სახეში დაძაბული მიაჩერდა. ნაფტა ჩუმად იჯდა, მაგრამ სახეზე დაძაბულობა ემჩნეოდა და გამხდარი ხელები კალთაში ეწყო. მან თქვა: მე შევეცადე ჩვენ საუბარში ლოგიკა შემეტანა. თქვენ კი მაღალფარდოვანი სიტყვებით პასუხობთ. რენესანსმა რომ ამ ქვეყნად ყველაფერი მოიტანა, რასაც ლიბერალიზმს, ინდივიდუალიზმსა და უმანისტურ მოქალაქეობრივობას ვეძახით, ეგ ჩემთვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი. თქვენს ეტიმოლოგიურ ხაზგასმას კი სრულიადაც არ ავუღელვები ვარ. რადგან მაგ თქვენმა იდეალებმა დიდი ხანია გამლეს მებრძოლი, ასე ვთქვათ, ჰეროიკული ასაკი. ეს იდეალები უკვე მკვდარია, ან უკეთეს შემთხვევაში დღეს სულ სღაფავს. და ისინი, ვინც მათ ხელს მოუთავებენ, უკვე კარზე არიან მომდგარნი. თქვენ თუ არ ვცდები, თავს რევოლუციონერს უწოდებთ. მაგრამ თუ გონიათ, რომ მომავალი რევოლუციები თავისუფლებას მოიტანს, შემცდარი ბრძანდებით. თავისუფლების პრინციპმა 500 წლეულის მანძილზე იცოცხლა და თავისი დრო უკვე მოჭამა. იმ პედაგოგიკამ, რომელსაც თავი დღესაც განმანათლებლობის პირმშო გონია და აღბრძდელობით ხერხებს მეს კრიტიკაში, მის გათავისუფლებასა და მოვლაპატრონობაში და ცხოვრების სავსებით განსაზღვრული ფორმების განადგურებაში ხედავს, რიტორიკულ წუთიერ წარმატებებს კიდევ შეუძლია მიაღწიოს, მაგრამ ისი ჩამორჩენილობა საქმეში ჩახედული ხალხისათვის სრულიად აშკარაა. ყველა ჭეშმარიტმა აღმრძდელობითმა ორგანიზაციამ ოდითგანვე იცოდა სინამდვილეში რას წარმოადგენს ყოველგვარი პედაგოგიკა. სახელდობრ, კატეგორიულ ბრძანებას, რვალისებურ სიმტკიცეს, დისციპლინას, სხორპლის გაღებას, საკუთარ მეობაზე უარის თქმას, პიროვნებაზე ძალადობას და ბოლოს ახალგაზრდობას ჩვენი მეუსულგულობის გამო სწორად ვერ უგებთ და გვგონია, თითქოს იგი თავისუფლებისკენ მიისწრაფის, სინამდვილეში კი თავის ყველაზე სანუკვარ სურვილს ემორჩილება. იოახიმი წელში გაიმართა. ჰანს კასტორპი წამოწითლდა. ბატონმა სეტემბრინიმ კი აღელვებისგან გადაიკვარკნა თავისი მშვენიერი ულვაში. არა, განაგრძო ნაფტამ. ეპოქის საიდუმლოება და მისი მცნება მე ეს გათავისუფლება და გაფურჩქნა როდია. ის რაც მას ჭირდება, რისკენაც მიილტვის და რასაც მოიპოვებს კიდეც გახლავთ ტერორი. უკანასკნელ სიტყვაზე მან ხმას დაუწია, არ ჩერხეულა, მხოლოდ მისმა სათვალისმინებმა გაიბრჭყვიალა წამით. სამივე მსმენელი შეკრთა სეტემბრინიც, მაგრამ წამსვე მოეგო გონს და გაიღიმა. ნება მიბოძეთ გავიგო, მიმართა მან ნაფტას. ვინ ან რა? ხომ ხედავთ კითხვათ ვარ ქცეული, ოღონ არ ვიცი კითხვა როგორ დაგისვათ. ვინ ან რა წარმოგიდგენიათ ამ? იზოლებული ვარ ეს სიტყვა გავიმეორო. ტერორის მატარებლად? ნაფტა ჩუმად იჯდა და დაძაბულ სახეზე სათვალე უბრწყინავდა. შემდეგ თქვა: ბატონი ბრძანდებით. მგონი არ შევცდები თუ მოგაგონებთ ჩვენს ერთსულოვნებას ერთ საკითხში, რომ კაცობრიობის პირველყოფილი ცხოვრება იდეალური იყო. მაშინ არც სახელმწიფო არსებობდა და არც ძალმომრეობა. ადამიანებიც ღვთისშვილები იყვნენ. არც ბატონი იცოდნენ და არც მსახური. არც კანონი ჰქონდათ და არც სასჯელი. არც უსამართლობა არსებობდა, არც ხორციელი კავშირი, არც კლასობრივი განსხვავება, არც შრომა, არც კერძო საკუთრება,
არსებობდა მხოლოდ ძმობა, თანასწორობა და ზნეობრივი სრულყოფილება. კეთილი და პატიოსანი, გეთანხმებით, განუცხადა სეტემბრინიმ, გეთანხმებით ხორციელი კავშირის პუნქტამდე, რაც აშკარად ყოველდროს უნდა არსებულიყო, რადგან ადამიანი მაღალგანვითარებული ხერხებლიანი ცხოველია და სხვა სულიერისაგან განსხვავებულად არ როგორც გენებოდ. მე მხოლოდ ერთხელ კიდევ გიდასტურებთ ჩვენს ერთსულოვნებას იმ საკითხში, რაც ადამიანის პირველყოფილ სამოთხისებურ ყოფას შეეხება, როცა ადამიანებს არც იუსტიცია ჰქონდათ და ღმერთთანაც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი. მერე შესწოდეს და ეს ყოფა ამის წყალობით დაკარგეს. მე მგონი, ჩვენ გზის კიდევ ერთ მონაკვეთს მხარდამხარ გავივლით. სახელდობრი იმას, სადაც ორივენი სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზად ერთ საზოგადოებრივ ხელშეკრულებას ვთვლით. იგი ამ ქვეყნად ცოდვის გაჩენასაც ითვალისწინებდა და უსამართლობისაგან თავის დასაცავადაც იქნა დადებული. და ამ ფაქტში ორივენი ხელისუფლებისა და ძალმომრეობის სათავეს ჭრებთ. ბენისიმო, შინებულია იტალიურად, წამოიძახა სეტემბრინიმ. საზოგადოებრივ ხელშეკრულებას. ეს ხომ განმანათლებლობაა, ეს ხომ რუსოა, მარ მეგონა თუ უკაცრავად, მაგრამ ჩვენი გზები აქ იყრება. ამ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მთელი ძალაუფლება და ძალა დასაბამიდან ხალხს ეკუთვნოდა და მან კანონმდებლობის უფლებას და მთელი ძალაუფლება სახელმწიფოს ხელმწიფეს გადაულოცა, თქვენ სკოლას გამოაქვს დასკვნა, ხალხის რევოლუციური უფლებები ხელმწიფის ძალაუფლებას აღემატებაო, ჩვენ კი? ჩვენო? ამ სიტყვამ ღრმად ჩააფიქრა ანსკასტორპი. ვინ? ჩვენ? მერე აუცილებლად გითხავ სეტემბრინის, ჩვენში ნაფტა ვინ გულისხმობსო? ჩვენ კი ჩვენი მხრივ განაგრძო ნაფტამ. და იქნებ თქვენზე არანაკლებ რევოლუციურადაც. აქედან უპირველეს ყოვლისა ის დასკვნა გამოგქონდა, რომ ეკლესიას ეჭირა საერო სახელმწიფოზე აღმატებული ადგილი. სახელმწიფოს თავისი არაღვთიური წარმოშობა შუბლზედაც რომ არ სწერებოდა, თუნდაც ამ ისტორიულ ფაქტზე მითითება, რომ იგი ეკლესიისგან განსხვავებით ხალხისნებითაა შექმნილი და არა ღვთით გაჩენილი. იკმარებდა საიმისოდ, რომ იგი მთლად ბოროტების განსახიერება თუ არა, გაჭირვებისა და ცოდვილიანი უძლურების ნაყოფად მაინც გამოგვეცხადებინა. სახელმწიფო, ბატონო ჩემო, ვიცი, რა აზრისაც ბრძანდებით ეროვნულ სახელმწიფოზე, ყველაზე მაღლა დგას სამშობლოს სიყვარული და დიდების უსასხრო წყურვილი. ეს ვერგილიუსია. თქვენ ამ გამონათქვამში ცოტაოდენი ლიბერალური ინდივიდუალიზმის შეგაქვთ და დემოკრატიაც ეგ არის. ოღონდ ამის გამო სახელმწიფოსთან თქვენი პრინციპული დამოკიდებულება იოტისოდენადაც არ იცვლება. სახელმწიფოს სული რომ ფულია, ეს კეთყოფაც სულაც არ გაწუხებთ. იქნებ თქვათ ასე არაო? ანტიკური სამყარო კაპიტალისტური იყო. იგი სახელმწიფოს სცემდა თაყვანს. ქრისტიანულმა შუა საუკუნეებმა ცხადად შეიცნო საერო სახელმწიფოს კაპიტალისტური არსი. ფული გახდება კეისარი. ეს წინასწარმეტყველება მე-11 საუკუნიდან მოდის. უარყოფთ, რომ ეს ნათქვამი სიტყვასიტყვით ახდა და დღეს პირწმინდად წარწმენილია ცხოვრება? ძვირფასო მეგობარო, სიტყვა თქვენზეა. მოუთმელად მოველი მაამცნოთ იმ დიდი თავზარდამცემი უცნობის სახელი. გადნიერება ასეთი ცნობის მოყარების გამოჩენა იმ კლასის მესიტყვისაგან, ქვეყნის დამაქცევარი თავისუფლების მატარებელი რომაა. სულაც არ არის საჭირო თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრება მოვისმინო. ბურჟუაზიის პოლიტიკური იდეოლოგია ჩემთვის ისედაც ცნობილია.
თქვენი მიზანია დემოკრატიული იმპერია. ეროვნული სახელმწიფო პრინციპის უნივერსალურ მსოფლიო სახელმწიფოში თავისთავად გადაზრდა. ამ იმპერიის ხელმწიფე ვინღა იქნება? ჩვენ ვიცნობთ მას. თქვენი utopia ამას რზენია, მაგრამ ამ საკითხში, ასე თუ ისე, მაინც შეგვიძლია შევთანხმდეთ, რადგან თქვენს კაპიტალისტურ მსოფლიო რესპუბლიკას აქვს რაღაც ტრანსცენდენტური მსოფლიო სახელმწიფო მართლაც საერო სახელმწიფოს ტრანსცენდენციაა და ჩვენ ორივეს გვწამს, რომ კაცობრიობის სრულყოფილ საწყის სტადიას შორეულ მომავალში ასევე სრულყოფილი უკანასკნელი სტადია შეესაბამება. ღმერთის ქალაქის დამფუძნებლის გრიგორი დიდის ხანიდან მოყოლებული ეკლესია მიზნად ისახავს კვლავ ღმერთის წინამძღოლობის ქვეშ მოაქციოს ადამიანი. პაპი ძალაუფლებას თვითმიზნურად როდი მოითხოვდა, მისი, ანუ ქრისტეს ნაცვლის დიქტატურა წარმოადგენდა ხსნის გზასა და საშუალებას და წარმართული სახელმწიფოდან ცათასასუფევლისაკენ გარდამავალ ფორმას. თქვენ ამ სწავლამოწყურებულ ახალგაზრდებს წვრილად უამბეთ ეკლესიის სისხლიანი საქმენი და მისი შეუწყნარებლობა და ფრიად უგუნურადაც მოიქეცით, რადგან ღმერთისათვის თავდადება ცხადია ვერ იქნება პაციფისტური. აკი გრეგორი დიდმა ბრძანა, წყეული მციყოს კაცი, ვინც თავისი ხმლის სისხლით შეღებვას შეუშინდება. ძალაუფლება რომ მოროტება ვიცით, მაგრამ სასუფეველი რომ დამკვიდრდეს კეთილისა და ბოროტის, საიქიოსა და სააქაოს, გონისა და ძალაუფლების დუალიზმს დროებით უნდა შეენაცვლოს პრინციპი, რომელიც თავის თავში ასკეტიზმსა და ბატონობას აერთიანებს. აი, ეს არის, რასაც მე ტერორის აუცილებლობას უწოდებ. აქ ნახსენები გრეგორი დიდი, რომის პაპი გრეგორი მე-7 ჰილდენბრანდი, წმინდანი, რომელმაც შემოიღო ცელიბატი, ანუ კათოლიკე მღვდლებისათვის დაქორწინების აკრძალვა. აკრძალა საერო ხელისუფალთათვის სასულიერო თანამდებობათა მინიჭება. ტერორის განმახორციელებელი ვიღაა? კიდევ საკითხავია? თუ თქვენს მანჩესტერულ მსოფლმხედველობას გამორჩებოდა იმ საზოგადოებრივი მოძღვრების არსებობა ეკონომიზმის ადამიანური გზით დაძლევას რომ ქადაგებს. ხოლო მისი პრინციპები და მიზნები მთლიანად ემთხვევა ქრისტიანული ღვთის ქალაქის პრინციპებსა და ამოცანებს, ეკლესიის მამებმა ჩემი და შენი დამღუპელ სიტყვებად, ხოლო კერძო საკუთრება უზურპაციად და ქურდობად შერაცხეს. ისინი გმობდნენ მიწის კერძო საკუთრებას, რადგან ღმერთის სამართლით მიწა ყველა საერთო საკუთრებაა და აქედან გამომდინარე მესინაყოფიც ყველას ეკუთვნის. აქ ნახსენები მანჩესტერული მსოფლმხედველობა, სხვაგვარად მანჩესტერის სკოლა, ანა მანჩესტერის დოქტრინა ბურჟუაზიული, ანუ კაპიტალისტური, სამეურნეო ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფორმა, მოითხოვს თავისუფალ ვაჭრობასა და თავისუფალ კონკურენციას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ისინი გვასწავლიდნენ, რომ მხოლოდ სიხარბე, ეს შეცოდების ნაყოფი, იცავს მესაკუთრის უფლებებს და კერძო საკუთრების შექმნაც მისი წყალობააო. ისინი იმდენად ჰუმანურნი იყვნენ, იმდენად გმობდნენ ვაჭრულ ბუნებას, რომ ყოველგვარ კომერციულ საქმიანობას სულის ცხოვრებისათვის, ანუ კაცობრიობისათვის, სახიფათოდ თვლიდნენ. მათ სულდათ ფული და ფულადი გარიგებები და კაპიტალს ჯოჯოხეთის კოცონის სახმილს ეძახდნენ. მათ სულითა და გულით სულდათ ეკონომიკის ძირითადი კანონი, რომ ფასი მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთშესაბამისობის მიხედვით განისაზღვრება, ხოლო კონიუნქტურის გამოყენებას შეაჩვენებდნენ. რამდენადაც იგი მოყვასის გაჭირვების ცინიკური ექსპლუატაციაა და სხვა არაფერი.
მათი თვალსაზრისით არსებობდა ერთი კიდევ უფრო მკრეხელური ფორმა ექსპლუატაციისა. დროის ექსპლუატაცია. ეს ურჩხული, დროჟამის თავისთავად რბოლაში რომ მიითვლის საფასურს, ანუ პროცენტებს და ამ გზით ღვთით დაწესებულ ყველასათვის საერთო დროს ერთის სასარგებლოდ და მეორის საზიანოდ ბოროტად იყენებს. ბენისიმო, წამოიძახა ანს კასტორპმა. მეტისმეტი გაცხარებისაგან მას სეტემბრინისეული მოწონების შეძახილი წამოწდა. დრო, ღვთით ბოძებული საყოველთაო ფენომენი. ეს დიდად მნიშვნელოვანია. დიახ, უთუოდ, განაგრძო ნაფტამ. ამ კაცთ მოყარე ხალხს ამას რძენი ეჩვენებოდა ფულის თვითნებურ გამრავლებაზე ფიქრი. ყოველგვარ პროცენტიან და სპეკულაციურ გარიგებებს მევახშეობა თვლიდნენ და აცხადებდნენ, ყველა მდიდარი ან ქურდია, ან ქურდის ჩაომავალიო. ისინი ამაზე შორსაც ვიდიოდნენ. თომა აკვინელის მსგავსად, ვაჭრობას, წმინდა აღებმიცემობას, გამორჩენის მიზნით ყიდვა-გაყიდვას. სამეურნეო საქონლის შემდგომი დამუშავებისა და გაუმჯობესების გარეშე სამარცხვინო ხელობად მიიჩნევდნენ. შრომას დიდად არაფასებდნენ, რადგან შრომა მხოლოდ ეთიკური საქმეა და არა რელიგიური. იგი ღმერთს კი არა ცხოვრებას ემსახურება, მაგრამ რა კი საქმე, ასე თუ ისე ცხოვრებასა და ეკონომიკას ეხებოდა, ისინი ეკონომიური მოგების პირობად და პატივისცემის საზომად პროდუქციულ საქმიანობას აღიარებდნენ. პატივისცემის ღირსი მათ თვალში მიწის მუშა და ხელოსანი იყო და არა ვაჭარი და მეწარმე. ისინი მოითხოვდნენ, პროდუქცია მოთხოვნების მიხედვით დამზადებულიყო. საქონლის მასობრივი წარმოება კი ზისხს გვრიდათ. და აი, ყველა ეს ეკონომიური პრინციპი და საზომი, საუკუნების მანძილზე მივიწყებული და დამარხული, აღორძინდა თანამედროვე კომუნისტურ მოძრაობაში. სრული თანხმდომაა თვითსალაუფლების მოთხოვნის ჩათვლით, რომელიც ვაჭრობისა და სპეკულაციის ინტერნაციონალის წინააღმდეგ წამოაყენა შრომის ინტერნაციონალმა, მსოფლიო პროლეტარიატმა, ბურჟუაზიული კაპიტალიზმის ხრწნას დღეს ჰუმანიზმსა და ღვთისქალაქის კრიტერიუმებს რო უპირისპირებს. პროლეტარიატის დიქტატურაში, ეპოქის ამ პოლიტიკურ-ეკონომიურ მხსნელ მოთხოვნაში, თვითმიზნური და მარადიული ბატონობა როდი იგულისხმება. იგი ჯვრის სახელით გონსა და ძალაუფლებას შორის არსებული წინააღმდეგობის დროებით მოხსნას, მსოფლიო ბატონობის გზით მსოფლიოს დაძლევასა და გარდაქმნას, ტრანსცენდენციას, ღვთისსასუფეველის დამკვიდრებას ნიშნავს. პროლეტარიატმა იტვირთა გრეგორის საქმის განგრძობა. ღმერთისათვის მისი თავდადება პროლეტარიატში ჩასახლებულა და იგიც მასავით ნაკლებად მოერიდება სისხლში ხელის გასვრას. მას ეკისრება მსოფლიოს გასაჯანსაღებლად, ხსნის მიზნის მისაღწევად, ღვთის ჭეშმარიტ შვილთა უსახელმწიფო და უკლასო საძმო შექმნის გულისათვის თავზარი დასცეს ყველას. ასეთი იყო ნაფტას მკვახე სიტყვა. პატარა კრება დუმდა. ახალგაზრდებმა ბატონ სეტემბრინის მიაპყრეს თვალი. წესით მას უნდა ეთქვა თუ რამე იყო სათქმელი. გასაოცარია, მან თქვა. ვაღიარებ, რომ ნამდვილად ამაღელვეთ. ამას მართლა არ მოველოდი. რომა ლოცუტა, ლათინური გამონათქვამი. სიტყვა სიტყვით რომა აზრი გამოთქვა. მერე და როგორი ლაპარაკა? ჩვენს თვალწინ ხუცური მალაყები აკეთა. თუ სადმე ეპიტეტში წინააღმდეგობას წააწყდა, ასე ვთქვა დროებით მოხსნა, აბა როგორ? ვიმეორებ გასაოცარია მეთქი. შეიძლება, თუ არა შეგეკამათოთ პროფესორო. შეგეკამათოთ, მხოლოდ ლოგიკურობის თვალსაზრისით? ახლახან თავგამოდებით ცდილობდით ჩვენთვის გასაგები გაგეხადათ ღმერთისა და სამყაროს დუალიზმზე დაფუძნებული ქრისტიანული ინდივიდუალიზმი და პოლიტიკით განპირობებულ ყოველგვარ ზნეობაზე მისი უპირატესობა დაგემტკიცებინათ. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი სოციალიზმი დიქტატურამდე
და თავზარის დაცემამდე დაიყვანეთ. როგორ უთავსდება ეს ყველაფერი ერთმანეთს? შეთავსება წინააღმდეგობებისაც შეიძლება მიუგონავდამ. აი სანახევრო და საშუალო კი ვერ უთავსდება ერთმანეთს. თქვენი ინდივიდუალიზმი, როგორც თავსნება მივეცი უკვე მომეხსენებინა, მენახევრეობა და დათმობაზე წასვლა. თქვენს წარმართულ სახელმწიფოებრივ ზნეობას იგი დიდი ცოტაოდენი ქრისტიანობით, ცოტაოდენი ინდივიდის უფლებებით, ცოტაოდენი ეგრეთ წოდებული თავისუფლებით უშიალამაზებს. ხოლო ის ინდივიდუალიზმი ცალკეული სულის კოსმიური ასტროლოგიური მნიშვნელობიდან რომ მომდინარეობს, სოციალური და არა რელიგიური ინდივიდუალიზმი, რომელიც ადამიანურ არსს მესა და საზოგადოებას შორის წინააღმდეგობაში კი არ ჭრեց, არამედ ღმერთსა და მე შორის, ხორცსა და გონს შორის წინააღმდეგობაში ხედავს. აი ასეთი ჭეშმარიტი ინდივიდუალიზმი თავის მხრივ შვერივრად ეგუება მონოლითურად შეკრულ ერთობას. იგი ანონიმურია და საერთო ჩაურთო კასტორმა. სექტემბრის გაოცების გათვალები გაუფართოვდა. ჩუმად ინჟინერო, ალბათ ნერვიულობისა და დაძაბულობისაგან თუ ბრძანა ასე მკაცრად სექტემბრინიმ. ცოდნა შეიცინეთ, მაგრამ სიბრძნის ფრქვევას ნუ მოყვებით. დიახ, ეს პასუხი გახლავთ. კვლავ ნაფტას მიუბრუნდა იგი. თუმცა იგი დიდად სანუგეშო ვერ არის, მაგრამ ასე თუ ისე პასუხი ეთქმის. ახლა ჩავუკვირდეთ რა გამოდის აქედან? ინდუსტრიასთან ერთად ქრისტიანული კომუნიზმი ტექნიკას, მანქანას, პროგრესსაც უარყოფს. თქვენ მიერ ჩარჩობად მონათლულ საქმიანობასა და ფულსა და ფულად გარიგებებთან ერთად, რასაც ანტიკური სამყარო სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობაზე გაცილებით მაღლა აყენებდა, იგი თავისუფლებასაც უარყოფს. ხომ ცხადზე უცხადესია, რომ ამ გზით შუა საუკუნეების მსგავსად ყველა კერძო და საზოგადოებრივი ურთიერთობაც და მიძნელდება, მაგრამ მაინც უნდა მოგახსენოთ, რომ პიროვნებაც მიწაზე აღმოჩნდება ბიჯაჭვული. თუ კი მხოლოდ მიწა კვებავს ადამიანს, მაშინ თავისუფლების მომნიჭებელის მხოლოდ იგი გამოდის. ხელოსანი და გლეხი, რაც უნდა ღირსეული იყოს იგი. მიწა თუ არ ექნა, იმისი ყმა გახდება, ვისაც ეს მიწა ექნება. და მართლაც, თვით გვიან შუა საუკუნეებამდე ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობასაც კი ყმები შეადგენდნენ. საუბარში თქვენ ორიოდე სიტყვა ადამიანურ ღირსებაზე ცინებეთ. გებრძანებინათ. თან კი ისეთი ეკონომიური წყობის მორალს იცავთ, პიროვნებისთვის მონობა და ღირსების შელახვა რომ მოაქვს. ღირსებასა და უღირსობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას მიუგონავდამ. ჯერჯერობით კი იმითაც კმაყოფილი ვიქნებით, თუ ეგ ურთიერთმიმართებანი თქვენ გიბიძგებენ, თავისუფლება მხოლოდ ჩვენი რჟესტად კი არა, პრობლემად წარმოიდგინოთ. თქვენ ამტკიცებთ, ქრისტიანული ეკონომიური მორალი თავისი სიმშვენიერესა და ადამიანურობის მიუხედავად თავისუფლების დაკარგვას გვიქადისო. მე კი პირიქით მგონია, რომ თავისუფლების საქმე, ანუ უფრო კონკრეტულად ქალაქების საქმე, ვითომ ყოველთვის რომ გამოირჩეოდა მაღალი ზნეობით, ისტორიულად ეკონომიკის სფეროში მორალის ყველაზე არაადამიანურ გადაგვარებასთან, თანამედროვე ჩარჩობისა და სპეკულაციის ყოველგვარ სიმახინჯესთან, ფულისა და საქმოსნობის ეშმაკეულ ბატონობასთან იყო დაკავშირებული. დაბეჯითებით გთხოვთ, ორჭოფობასა და ანტინომიებს ნუეფარებით. ჯობიანად და პირდაპირ აღიაროთ შავ რეაქციასთან თქვენი კავშირი. ანტინომია, ბერძნული სიტყვა, წინააღმდეგობა ორ ურთიერთგამომრიცხავ დებულებას შორის, რომლებიც ცალკე თანაბრად ჭეშმარიტებად ითვლება. ჭეშმარიტი თავისუფლებისა და უმანიზმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ რეაქციის ცნების წინაშე შიშის კანკალის დაძლევა იქნებოდა. საკმარისია, ოდნავად რთოლებული ხმით წარმოთქვა ბატონმა სექტემბრინიმ.
ფინჯანი და თეფში გასწია, რომელზედაც სხვათა შორის აღარაფერი იდო და აბრეშუმ გადაკრული დივნიდან წამოდგა. დღეისათვის კმარა. ერთი დღისთვის მე მგონი საკმარისია, რაც მოვისმინეთ, პროფესორო. მადლობას გიხდით გემრიელად გამასპინძლებისთვის და ზედმიწევნით სასულიერო საუბრისათვის. ჩემს ბერგჰოფელ მეგობრებს სამკურნალო პროცედურები ელოდება, მე კი მინდა სანამ წავიდოდნენ, ჩემი სენა კი ვაჩვენო. სამობრძანდით, ბატონებო. ადიო, პადრე, მშვიდობით, პადრე. ახლა კიდევ პადრე უწოდა ნაპტას. ჰანს კასტორპმა გაოცების ნიშნად წარბები აძგიბა. სეტემბრინის სიტყვებზე ყველა წამოიშალა, თუმცა იგი ბიძაშვილებსაც უბოდიშოდ დაეპატრონა და არც უფიქრია იქნებ ნაპტასაც უნდოდეს წამოსვლაო. მასპინძელს ახალგაზრდებმაც გადაუხადეს მადლობა და დაემშვიდობდნენ. ნაპტამ ორივე სთხოვა, კვლავაც მეწვიეთო. ბიძაშვილები იტალიელს გაჰყვნენ. ოღონ ჰანს კასტორპს არ დავიწყებია. ნანა თხოვრებით ხსულება ნემისერია უმანაე ცონტიდიონის ქაღალდის ყდიანი დაცრეცილი წიგნი თან წამოეღო. უჟმურ ულვაშიანი ლუკაჩეკი ისევ ისე ფეხმორთქმული იჯდა თავის მაგიდაზე და ვიღაც დედაბრისთვის სახელოებიან კაბას კერავდა. მათ გამოღებულ კარს რომ ჩაუარეს და მანსარდისაკენ მიმოვალ თითქმის ბწყალასავით ვიწროხის კიბეს აუყვნენ. სიმართლე თუ გნებავთ, ამას მანსარდიც აღარ ეთქმოდა. ეს იყო ჩვეულებრივი სხვენი. ყავრის სახურავში და მხრიდან შიშველი თავხეები მიუყვებოდა და ირგვლივ ისეთი თბილი ხის სურნელი იდგა, მზაფხულობით ბეღელში რომ იცის ხოლმე. სხვენზე ორი პაწია ოთახი მაინც თავს სდებოდა და რესპუბლიკერი კაპიტალისტი აქ ბინადრობდა. ერთი ოთახი ტანჯვის სოციოლოგიის ესტეთ თანამშრომლის კაბინეტად ემსახურებოდა. მეორეში კი საძინებელი ქონდა გამართული. მან ახალგაზრდა მეგობრებს ხალისიანად უჩვენა თავისი ოთახები. თან დაატანა განცალკევებული და მყუდრო ბუდე მაქვსო. თითქოს უნდა საკუთარი ბინის შესამკობი სიტყვები სტუმრებს მზამზარეულად მიაწოდოსო და მათაც არ დაუხანებიათ. ორივე მერთხმად შეუქო ბინა. როგორც თქვენ ბრძანეთ, მართლაც მშვენიერი, განცალკევებული და მყუდრო ბინააო. ახალგაზრდებმა ცალ-თვალ შეიჭვრიტეს პაწია საძირებელ ოთახში, სადაც მანსარდის კუთხეში, მოკლე და ვიწრო სარაცლის წინ, პატარა ხალი ჩაეგოდა. კვლავ სამუშაო ოთახში შემობრუნდნენ. კაბინეტის თითქმის ასევე ღარიბულად იყო მოწყობილი. მაგრამ შინ მაინც აზეაიბო ლამის სუსხიანი წესრიგი სუფევდა. 4 ტლანქი, ძველმოდური ჩალის დასაჯდომიანი სკამი, კარის ორივე მხარე სიმეტრიულად იყო გალაგებული. დივანიც კედელთან მიედგათ და ოთახის შუაგული მთლიანად მწვანე მაოდ გადაკრულ მრგვალ მაგიდას ეჭირა. ზედჭიქა ჩამომხობილი, ხელა და მოცართავად იდგა თუ გულის გასაგრილებლად არ ვიცით, მაგრამ სიფხიზლის შეგრძნებას კი ნამდვილად იწვევდა. წიგნები, ზოგი ყდიანი, ზოგი უყდო, ერთმანეთზე ალმაცერად მიწყობილი ელაგა პატარა თაროზე. ღია სარკმელთან მაღალ ფეხება, გარანდული და საკეცი პულტი წამომართულიყო. ხოლო პულტის წინ სქელი ქეჩის პატარა ნაჭერი ეგდო. ზუსტად იმოდენა, რომ კაცი ზედამდგარიყო. ჰანს კასტორპმა წუთით მოსინჯა, როგორი იყო სეტემბრინის სამუშაო ადგილზე დგომა, სადაც იგი ენციკლოპედიისთვის ადამიანური ტანჯვის თვალსაზრისით მოიხილავდა მხატვრულ ლიტერატურას. დაქანებულ პულტზე იდაყვები ჩამოაყრნო და განაცხადა, აქ მართლა შეიძლება შენთვის განცალკევები და მყუდროდ იდგეო. ალბათ ლოდოვიკოს მამაც ასევე იდგა ოდესღაც თავის პულტთან, პადუაში, თავისი გრძელი ფაქისად მოხაზული ცხვირითო, თქვა ჰანს კასტორპმა და იქვე შეიტყო კიდეც, რომ არა მარტო ეს პულტი, არამ ჩალის სკამებიც, მაგიდაც და ხელადაც კი განსვენებული სწავლული საყოფილა უფრო მეტიც. ჩალის სკამები კარბონარი ბაბუას ნაქონი აღმოჩნდა. ისინი მილანში მისი საადვოკატო ბიუროს კედლებს ამშვენებდაო.
ამ ფაქტმა ახალგაზრდებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სკამების მოყვანილობამ მათ თვალში ერთგვარი პოლიტიკურ მეამბოხური ელფერი შეიძინა. იოახიმი სწრაფად წაბოდგა თავის სკამიდან, რომელზეც აქამდე გულ არ ხეინად, ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა. სკამს უნდოდები აჩერდა და ზედ აღარც დაბჯდარა, ხოლო ანსკასტორპი კვლავ სეტემბრინი უფროსის პულტთან იდგა და ფიქრობდა, ნეტავ როგორ იხტვის ამ პულტთან სეტემბრინის შვილი და კაზმულ სიტყვაობას ბააბუას პოლიტიკასა და მამის ჰუმანიზმს როგორ უხამებსო. მალე სამივენი გამოვიდნენ სახლიდან. წერალმა მოინდომა ბიძაშვილების შინამდე მიეცილებინა. ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ, მაგრამ მათი სიჩუმე ნაფტას უტრიალებდა და ანსკასტორპი დუმილის დარღვევას არ ჩქარობდა. დარწმუნებული იყო, ბატონი სეტემბრინი თავის მეზობელზე თვითონვე წამოიწყებს ლაპარაკს. სწორედ ამ მიზნით გამოყვაო და არც შემცდარა. იტალიელმა ერთი ისე ამოისუნთქა, თითქოს გაქცევას აპირებსო და დაიწყო. ბატონებო, მე მინდა გაგაფრთხილოთ. რა კი ამ სიტყვებს პაუზა მოყვა, ანსკასტორპმა ვითომ გაოცებით იკითხა, რას გულისხმობთო, თუმცა აჯობებდა ეკითხა, ვის გულისხმობთო. კითხვა განგებ არ დააკონკრეტა. აქაო და ასე გულუბრყვილო ვაარო, მაშინ როცა იოახიმიც კი მიხვდა სეტემბრინი ვისაც გულისხმობდა. იმ პიროვნებას, ვისთანაც ეს ესაა გახდით სტუმრად, მიუგო სეტემბრინიმ და ვინც ჩემ დაუნებურად გაგაცანით. თქვენ იცით, რომ ყველაფერი შემთხვევის ბრალია, მაგრამ თქვენ წინაშე მაინც პასუხისგებლობას ვგრძნობ და მძიმე პასუხისგებლობასაც. ჩემი ვალია, თქვენისთან ახალგაზრდები გავაფრთხილო, რა სულიერი საფრთხე მოგელით ამ კაცთან ურთიერთობისას და ის მაინც გთხოვოთ, მისგან შეძლების დაგვარად შორს დაიჭიროთ თავი. მისი ფორმა ლოგიკაა, არსი კი არეულობა გახლავთ. ოჰო, ეტყობა ნაფტა მთლად კეთილი სული არ უნდა იყოსო, თქვა ანსკასტორპმა. ხანდახან მართლა უცნაურად ლაპარაკობდა. ცოტაღა დააკლდა, პირდაპირ ეთქვა, მზე დედამიწის ირგვლივ ბრუნავსო, მაგრამ განაბიძაშვილებს აზრად მოუვიდოდათ, რომ მის მეგობართან, სეტემბრინის მეგობართან ურთიერთობის გაბმა სასურველი არ იყო? აკი თვითონ ბრძანებთ, ნაფტა მე გაგაცანითო. იმ დღესაც ხომ ერთად გნახეთ. თქვენ თვითონ ნაფტასთან ერთად დასეირნობთ. შინაურულად ჩამოდიხართ მასთან ჩაიზე. განა ეს არ ამტკიცებს, რომ? რა თქმა უნდა, ინჟინერო, რა თქმა უნდა. ბატონი სეტემბრინის ხმა ალერსიანად ჟღერდა. თითქოს მშვიდადაც, მაგრამ ხმა ოდნავ მაინც უთრთოდა. შეკამათების ღირსი ვარ და მეკამათებით კიდეც. კეთილი და პატიოსანი მზად ვარ ვიკისრო პასუხისგებლობა. მე ამ კაცთან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობ, ჩვენი შეხვედრა გარდუვალია. ერთ სიტყვას მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ასე მყარდება ნაცნობობა. ბატონი ნაფტასნაირი ჭკვიანი კაცი იშვიათია. თან ჩემი არ იყოს კამათი და მსჯელობა უყვარს. ვინც არ უნდა დამძრახოს, შემთხვევას ვერ გაუშვებ ხელიდან, რომ ღირსეულ მოწინააღმდეგესთან იდეური ხმალი არ გადავაჯვარედინო. მე აქ მარტო ვარ. მართალი ბრძანდებით. მასთან დავდივარ. ისიც მოდის ჩემთან. ერთად ვსეირნობთ კიდეც. ჩვენ ვკამათობთ, ცხარედ ვკამათობთ, თითქმის დღე არ გავა არ ვიკამათოთ, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ სწორედ მტრული და საწინააღმდეგო აზრების გამო უფრო მწყურია ხოლმე მასთან შეხვედრა. მეც ვთნა მჭირდება. აზრები და შეხედულებანი დროდადრო ბრძოლაში თუ არ ჩააბი, სამუდამოდ მოგიჩლუნგდება. მე შეხედულებებს ვერავინ შემირყევს. მაგრამ თქვენზე განა იგივე ითქმის, ლეიტენანტო, ან თქვენზე ინჟინერო? ვერც ერთი ფარს ვერ დაუხვედრებთ ინტელექტუალურ ცდუნებას.
თქვენ საფრთხის წინაშე დგახართ. თქვენს გონსა და სულს შეიძლება ვნება მოუტანოს ამ ნახევრად ფანატიკურმა და ნახევრად ბოროტეულმა სოფისტიკამ. დიახ, კვერი დაუკრა ანსკასტორპმა. მართალი ბრძანდებით, მე და ჩემი ბიძაშვილი ამ მხრივ მეტნაკლებად სახიფათო ბუნებისანი ვართო. მოკლედ, ძნელად ახსასდელი ბავშვების ამბავი ხომ მოგეხსენებათო? მაგრამ ამის საპირისპიროდ პეტრარკა და მისი დევიზი შეიძლება გავიხსენოთ. ხომ იცით, რასაც გულისხმობ, ამიტომ რაც არ უნდა იყოს, ნაფტას მოსმენა მაინც ღირსო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს კომუნისტურ ხანაზე რაც ილაპარაკა, დროის რბოლაში პროცენტები არავის მიეთვლებაო, ეჩინებული გახდათ. მართალი გითხრათ, მე პედაგოგიკაზე გამოთქმულმა აზრებმაც ძალიან დამაინტერესა. ნაფტა რომ არა, ასეთ აზრებს ვერასოდეს მოვისმენდიო. ბატონმა სეტემბრინიმ ბაკე მოკუმა და ანსკასტორპმა სასწრაფოდ დასძინა. მე რა თქმა უნდა არც არავის ვემხრობი და არც ვინმეს პოზიციაზე ვდგები, უბრალოდ სიამოვნება მომგვარა იმის მოსმენამ, რაც ნაფტამ ახალგაზრდობის მისწრაფებებსა და სურვილებზე ილაპარაკაო. ოღონდ ჯერ ერთი რამ ამიხსენით განაგრძომან, იმ თქვენმა ბატონმა ნაფტამ. დიახ, ასე ვიხსენებ იმის ნიშნად, რომ მაინდა-მაინც გულზე არ მეხატება. პირიქით, შინაგანად ვცდილობ მასთან ფრთხილად ვიყო. და სწორადაც იქცევით, მადლიერი ხმით შეძახა სეტემბრინიმ. ფულზე, ანუ როგორც თვითონ უწოდებს სახელმწიფოს სულზე, მან ბევრი ცუდი ილაპარაკა. კერძო საკუთრებაც დაგმო, ქურდობა არისო. მოკლედ კაპიტალის წინააღმდეგ გაილაშქრა. თუ არ ვცდები ასე თქვა, იგი ჯოჯოხეთის კოცონის სახმილიაო. სამაგიეროდ აქო დაადიდა შუა საუკუნეები. შუა საუკუნეებში სარგებლის აღება აკრძალული იყო. თვითონ კი მომიდევეთ, მაგრამ იგი ხომ მის ოთახში რომ შეხვალ გაუცდები ესამდენი აბრეშუმი. აბაში კი მართალი ხართ, გაეყიმა სეტემბრინის. გემოვნება ნამდვილად ახირებული აქვს. შვენიერი ძველებური ავეჯი, იხსენებდა ანსკასტორპი. მე-14 საუკუნის პიეტა, ვენეციური ჭაღი, ლივრეიანი პატარა ჰაიდუკი, შოკოლადიანი ნამცხვარი უხვად, მე მგონი ის თვითონ უნდა იყოს. თვითონ ბატონი ნაფტა, მიუგო სეტემბრინიმ. ისეთივე კაპიტალისტია, როგორიც მე. მაგრამ ჩაეძია ანსკასტორპი. თქვენ სიტყვებს მაგრამ აკლია, ბატონო სეტემბრინი. ერთი სიტყვით ისინი თავისიანს არაფერს გაუჭირვებენ. ვინ ისინი? აი, მამები. მამები? რომელი მამები? იეზუიტები მეთქი ინჟინერო. პაუზა ჩამოვარდა. ბიძაშვილებს შეცმუნება გამოეხატათ სახეზე. ანსკასტორპმა წამოიძახა. მერთო დიდებულო. ჯვარო და ხატო. ეშმაკმა დალახროს, მაშეს კაცი იეზუიტია? გამოცანა გერგებად, ოდნავ დამცინავად მიუგო სეტემბრინიმ. არა, ჩემს დღეში ვერ ვიფიქრებდი. არა, ამას ვინ იფიქრებდა? მაშ ამიტომ უწოდეთ, პადრე? ეს თავაზიანი გადაჭარბება გახდათ, მიუგო სეტემბრინიმ. ბატონი ნაფტა პატრი არ არის. ავადმყოფობის ბრალია, რომ ჯერ ასე ვერ დაწინაურდა. თუმცა გამოცდის ვადა უკვე განვლო და აღთქმას დადებული აქვს. ავადმყოფობა მოსწყვიტა თეოლოგიურ სტუდიებს. მანამდე რამოდენიმე წელი ორდენის ერთ-ერთ სკოლაში პრეფექტად მსახურობდა. ესე იგი, ახალგაზრდა აღსაზრდელთა მეთვალყურე, მოძღვარი და აღმზრდელი გახლდათ. ეს სამსახური მისი პედაგოგიური მიდრეკილებებისათვის ზედგამოჭრილი იყო, თუმცა აქაც მიეცა საშუალება საყვარელი საქმე გაეგრძელებინა. ფრიდერიციანუმში ასწავლის ლათინურს. 5 წელია აქ ცხოვრობს. უფალმა უწყის ოდესმე თუ ეღირსება აქედან წასვლა, მაგრამ იგი ორდენის წევრია და ორდენთან უფრო სუსტადაც რომ იყოს დაკავშირებული, მაინც არაფერი შემოაკლდებოდა. აკი გითხარით?
თვითონ ღარიბია, უпроსწორად საკუთარი ქონება არ გააჩნია მეთქი. აბა როგორ? ასეთი გახლავთ მათი წესდება. სამაგიეროდ ორდენ საურაცხელის სიმდიდრე ახლავს და როგორც ხედავთ თავისიანებს მოვლა პატრონობას არ აკლებს. შმაკმა დაალახროს წაიბუტბუტა კასტორპმა. ნამდვილად არ ვიცოდი და ვერც წარმომედგინა ასეთი რამ თუ მართლა არსებობდა. იეზუიტია, კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ერთი ეს მითხარით, თუ კი იქიდან ასე უზრუნველყოფილი და პატივდებულია, მაშინ რაღაც ცხოვრობს. არა, მე რა თქმა უნდა თქვენ საცხოვრებელ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ბატონო სეტემბრინი. თქვენ მშვენივრად ცხოვრობთ ლუკაჩეკთან, ისე სასიამოვნოდ, განცალკევებით და მყუდროდ ხართ მოწყობილი, მაგრამ თუ კი ნაფტას უხეშად რომ თქვათ ჯიბე ფულით აქვს კატენილი, რატომ უკეთეს ბინას არ დაიქირავებს? უფრო ფეშენებელ ურს. აი წესიერი შესასვლელი რომ ექნება და მოზრდილი ოთახები, მის ცხოვრებას რაღაც იდუმალი და ავანტიურული ელფერი დაკრავს. ამ აბრეშუმ გამოკრულ სოროში რომაა გამომწყდეული. სეტემბრინიმ ხრები აიჩეჩა. ეს შეიძლება ტაქტისა და გემოვნების საქმეც იყოს, თქვა მან. ჩემი აზრით, ღარიბულ ოთახში რომ ცხოვრობს, ამით თავის ანტიკაპიტალისტურ სინდის სიმშვიდებს, მაგრამ სამაგიეროდ დანაკლის ცხოვრების ასეთი წესით ინაზღაურებს. ან იქნებ ეს მოგზაურების ბრალიცა, ხალხს ასე მოურიდებლად ხომ ვერ დაანახვებს. ეშმაკი ჩუმჩუმად როგორ მანებივრებსო, დიახ, ისინი სად და ფასაც ეფარებიან, მის უკან კი გასაქანს აძლევენ აბრეშუმზე გაწუწკებული იეზუიტის გემოვნებას. გამოუგნებელია, თქვა ჰანს კასტორპმა. უნდა გამოუტყდე, ეს ამბავი ჩემთვის ახალიცაა და ძალიან ამაღელვებელიც. არა, ნამდვილად მადლობელი ვართ, ბატონო სეტემბრინი, ეს კაცი რომ გაგვაცანით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ კიდევ ბევრჯერ შემოვილი და ვესტუმრებით. ეს მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. მსგავსი ურთიერთობები ხომ უჩვეულოდ აფართოებს ჰორიზონტს. და ისეთ სამყაროში გახედებს მისი არსებობაც რომ არ იცოდი. ნამდვილი იეზუიტი, მაგრამ ნამდვილს რომ ვამბობ, ვგრძნობ როგორ მაეჭვებს ეს სიტყვა. ამ აზრმა სწორედ ახლა გამიელვა გონებაში და ვერ დაგიმალავთ. მართლა ნამდვილი კი არის? ვიცი, თქვენ ფიქრობთ, ვიზედაც ეშმაკი ზრუნავს ჩუმჩუმად, ის არ შეიძლება ნამდვილი იყოსო, მაგრამ მე სულ სხვას გულისხმობ. ნამდვილად არის თუ არა ნაფტა ისეთი, როგორც იეზუიტს შეეფერება? აი ეს ფიქრი მიტრიალებს თავში. რაც მან დღეს ილაპარაკა. თქვენ იცით, რასაც გულისხმობ. თანამედროვე კომუნიზმის თაობაზე თუ ღმერთისათვის პროლეტარიატის თავდადებაზე, პროლეტარიატისა, რომელიც თურმე სისხლში ხელის გასვრას არ უნდა მოერიდოს. მოკლედ, ყველა საჩოთი რო ამბის ჩამოთვლით თავს აღარ მოგაბეზრებთ. მაგრამ ნუ მიწყენთ და ბაბუა თქვენი თავის მოქალაქის შუბითურთ მასთან შედარებით ნამდვილი უცოდველი კრავი გახლავთ. მერე შეიძლება? ვითომ ასეთ აზრებს მოუწონებენ უფროსები? ან ეს აზრები კი ეხამება რომის მოძღვრებას, რამდენადაც ვიცი ორდენი მთელ მსოფლიოში 1000 გვარი ხრიკების დახმარებით რომ ავრცელებს? განა ეს, იმ სიტყვას ვეღარ ვიგონებ. ხო, ერეტიკული, მიუღებელი, მცდარი აზრები არ არის? აი რას ფიქრობ ნაფტასთან დაკავშირებით და სიამოვნებით მოვისმენდი თქვენ რა აზრის აბრძანდებით. სეტემბრინიმ გაიღიმა. ყველაფერი ძალიან იოლი გასაგებია. ბატონი ნაფტა უპირველეს ყოვლისა იეზუიტია. იეზუიტი სულით ხორცამდე. მეორე მხრივ კი ჭკვიანი კაცია. სხვანაირად მის საზოგადოებას არც დავხარბდებოდი. ჭკვიანი რომ არის, ამიტომაც ეძებს ახალ კომბინაციებს, შეგუების ურთიერთობის ახალ ფორმებსა და დროის შესაფერ სახეცვლილებებს. თქვენც დაინახეთ, მისმა თეორიებმა მეც კი გამაოცა. ასეთი გულახდილობა ჩემთან არასოდეს გამოუჩენია. მე კარგად გამოვიყენე მისი აღწყინება, რაც აშკარად თქვენმა ყოფნამ გამოიწვია და რაც შემძლო გავაღიზიანე, რომ ზოგიერთ საკითხზე ბოლომდე გამოეთქვა თავისი აზრი. მისი ნათქვამი
სასეიროც იყო და შემზარავიც. დიახ, მაგრამ პატრი რატომ ვერ გახდა? მე მგონი ასაკს არ უნდა შეეშალა ხელი. ხომ გითხარით, ავადმყოფობამ შეუშალა მეთქი ხელი. კეთილი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, იგი თუ უპირველეს ყოვლისა იეზუიტია, მეორე მხრივ კი კომბინაციური ნიჭით დაჯილდოებული ჭკვიანი კაცი, ამ მეორე დამატებით თვისებას მის ავადმყოფობასთან ხომ არ აქვს კავშირი? ამით რა გნება ვთქვათ? არაფერი ბატონო სეტემბრინი, მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, თუ კი ამ კაცს სველმა კერამ შეუშალა ხელი პატრი გამხდარიყო, კომბინაციებიც ხომ არანაკლებ შეუშლიდა ხელს და ამდენად კომბინაციები და სველი კერა ერთმანეთთან ხომ არ არის მეთქი დაკავშირებული, ოდა ისი ძნელად ახსაზდელი ბავშვი გამოდის, ჟოლი იეზუიტ პეტიტ ტაშ იუმით, ლამაზ იეზუიტის სველი კერი თურთ, ფრანგულიდან. ამასობაში სანატორიუმს მიაღწიეს, სანამ ერთმანეთს დასცილდებოდნენ, შენობის წინამოედანზე ცოტა ხანს კიდევ შეჩერდნენ და შესასვლელთან მოყიალე რამოდენიმე პაციენტის ყურადღება მიიპყრეს. ბატონმა სეტემბრინიმ თქვა: ერთხელ კიდევ გიმეორებთ, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ფრთხილად იყავით მეთქი. თუ კი ცნობის მოყვარეობა არ გასვენებთ, მე ვერ აგიკრძალავთ ამ ნაცნობობის გაგრძელებას, მაგრამ გულსა და გონებას უნდობლობის ჯავშანი შემოარტყით. ნუ მოკლებოდეთ კრიტიკული წინააღმდეგობის ძალა. ამ პიროვნებას მე ერთი სიტყვით დაგიხასიათებთ. იგი ავხორცი კაცია. ბიძაშვილებს სახეები დაუგრძელდათ. შემდეგ კი ანსკასტორპმა იკითხა: რა თქვით? როგორიაო? კი, მაგრამ იგი ხომ ორდენის წევრია. რამდენადაც ვიცი, ისინი აღთქმას დებენ და ესეც არ იყოს იგი ისეთი ჩია და გაფშიკულია, რომ ნუ სულელობთ ინჟინერო, გაუწყრა ბატონი სეტემბრინი. ავხორცობასთან გაფშიკულობას არავითარი კავშირი არ აქვს. ხოლო რაც შეეხება აღთქმას, აღთქმის შემოვლა ყოველთვის შეიძლება. ესეც არ იყოს მე ჩემი ნათქვამი უფრო ფართოდ, სულიერ ასპექტში მქონდა გააზრებული და იმედი მქონდა სწორად გამიგებდით. გახსოვთ ერთხელ თქვენს ოთახში რომ გინახულეთ, მას შემდეგ ძალიან დიდი ხანია გასული, თქვენ ის იყო პაციენტად მიღებისთანავე დანიშნული წოლითი რეჟიმის ვადა გითავდებოდათ. როგორ არ მახსოვს? თქვენ დაბინდებისას შემობრძანდით და შუქიანთეთ. დღევანდელ დღესავით მახსოვს? კეთილი და პატიოსანი, მაშინ საუბარში მაღალ მატერიებს გადავწვდით, როგორც ეს ღვთისშეწევნით საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე. კარგად მახსოვს, სიკვდილს სიცოცხლის პრობლემებზე ვსაუბრობდით. ისიც ვთქვით, სიკვდილი იმდენად შეიძლება იყოს მშვენიერი, რამდენადაც იგი სიცოცხლის პირობა და შემადგენელი ნაწილია, ხოლო მყისვე სიმახინჯედ იქცევა, როგორც კი გონი ზისღით განერიდება და მას ცალკე პრინციპად მოგვივლენს მეთქი. თქვა სეტემბრინიმ, ახალგაზრდებთან სულ ახლოს მიიწია, მარცხენა ხელის შუა თითი და ცერი ჩანგალივით გაფარჩხა, რომ მათი ყურადღება უფრო კარგად მიეპყრო, ხოლო მარჯვენა ხელის შუა თითი გაფრთხილების ნიშნად მაღლა ასია. ტვინში ჩაიბეჭდეთ, რომ გონი სუვერენულია, მისი ნება კი თავისუფალი და ზნეობრივ სამყაროსაც იგი აყალიბებს. ოღონდ გონმა თუ დუალისტურად განაცალკევა სიკვდილი, მაშინ ეს უკანასკნელი გონისავენებით სინამდვილედ და მართლა აცტუდ იქცევა. ხომ გესმით, რასაც გეუბნებით, სიცოცხლის საპირისპირო და მოუკიდებელ ძალად. ეშმაკეულ პრინციპად დიდ მაცდურად გადაიქცევა და მაშინ მისი საუფლო ავხორცობის საუფლო იქნება. თქვენ მკითხავთ, რატომ ავხორცობისაო? გიპასუხებთ. იმიტომ, რომ მას თავისუფლება და ხსნა მოაქვს. იმიტომ, რომ იგი ხსნაა, მაგრამ ხსნა არა ბოროტებისაგან, არამედ ბოროტეული ხსნა. იგი ბორკილებს ხსნის ზნესა და ზნეობას, იგი თავდაჭერილობისა და სიმტკიცისაგან გვათავისუფლებს და ამით ავხორცობისკენ გვიხსნის გზას. მხოლოდ ამიტომ გაფრთხილებთ, ერიდოთ იმ კაცს, ვინც ნამდვილად ჩემდაუნებურად გაგაცანით. ამიტომ მოგიწოდებთ მასთან ურთიერთობისა და კამათისას გულებს კრიტიკის სამმაგი სარტყელი შემოავლეთ მეთქი.
რადგან ყველა მისი ნაზრევი ავხორცულია. მის აზრებს მფარველად სიკვდილი ყავს, ხოლო სიკვდილი უაღრესად უკუღმართი ძალაა. როგორც მაშინ გითხარით ინჟინერო, ეს გამოთქმა კარგად მახსოვს ჩემსავე შემთხვევიდან შემთხვევამდე გამოთქმულ გონივრულ და ზუსტად მონახულ აზრებს ვიმახსოვრებ ხოლმე. სიკვდილის ნეგეთილობის, პროგრესის, შრომისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ძალაა და აღმზრდელის უკეთილშობილესი მოვალეობაა, მისი მავნე ამონა სუნთქისაგან დაიფაროს ახალგაზრდების გონი და სული. ბატონ სეტემბრინიზე უკეთ უფრო ნათლად და დაუსრულებლად ვის შეეძლო ეს ეთქვა. ჰანს კასტორპმა და იოახიმ ციმსენმა ჭკუის დარიგებისათვის უღრმესი მადლობა მოახსენეს ბატონ სეტემბრინის, გამოეთხოვნენ და ბერჰოფის სადარბაზო შესასვლელისკენ მიმავალ კიბეს აუყვნენ. ბატონი სეტემბრინი კი ნაფტას აბრეშუმ გამოკრული სენაკის თავზე წამომართულ ჰუმანისტურ პულტს დაუბრუნდა. ჩვენ აქ ბიძაშვილების პირველი სტუმრობა აგიწერეთ ნაფტასთან. მას შემდეგ მათ ორჯერ თუ სამჯერ კიდევ მოინახულეს ნაფტა. ერთხელ ბატონი სეტემბრინის დაუსწრებლადაც კი და ყველა ეს შეხვედრა ახალგაზრდა ჰანს კასტორპს ფიქრისა და განსჯისათვის მასალას აძლევდა. შინაგან თვალთა წინაშე სიცოცხლის უმაღლესი წარმონაქმნი ჰომო დეიდ წოდებული ხატება ედგა. იჯდა თავის ლურჯად მობიბინე განმარტოებულ კუთხეში და მართვაში გახლდათ გართული.